მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია საქართველოს პოლიტიკური ანატომია პეკატივის ჟურნალისტურ გამოძიების საათში. მე გახლავართ ჟურნალისტი ქეთ სესიაშვილი, ამ რუბრიკების ავტორი და ამ გადაცემის წამყვანი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს იმ ისტორიულ ეპიზოდზე, რომელმა ეპიზოდმა საქართველოს მოუტანა გარკვეული პერიოდი მართლაც რომ დამოუკიდებლობა და ის დამოუკიდებლობა სამწუხაროდ ძალიან მალევე დავკარგეთ, მაგრამ ის ჩვენი ისტორიაა და ისტორიას არ ჭირდება და არ ჭირდება უბრალოდ რაღაცა გარკვეულად შელამაზება. ჩვენ არ ვისაუბრებთ დღეს გალამაზებულ ისტორიაზე და გაყალბებული ისტორიის წინააღმდეგ კი ნამდვილად წავალთ. ასე რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ბიძინა მესხი. მოგესალმები ბიძინა. ბიძინასთან მქონდა ჩვენ რამდენიმე თვის წინათ ძალიან საინტერესო გადაცემა ეროვნულ მოძრაობაზე და ისიც საქართველოს ისტორიის გარკვეულ ფრაგმენტებზე, მაგრამ ახლა შეგახსენებთ იმას, რომ ბიძინა არის აქტიური წევრი ეროვნული მოძრაობისა, ეროვნულ მოძრაობაში მე ყოველთვის მოვიაზრებ იმ 80-იანი წლების დასასრულისა და 90-იანი წლების პერიოდს, როდესაც მართლა ერთად ვიდექით ერი, ბერი, ქალი, კაცი, ასაკის რწმენისა და ეროვნების მიუხედავად. ასე რომ ჩვენ ერთად ვიდექით და ერთად ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. მინდა გითხრათ ისიც, რომ ბიძინა მესხი არის 17 წლის ასაკიდან ამ ეროვნულ მოძრაობაში და იგი არის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი, არა უბრალოდ თვითმხილველი, არამედ მონაწილე 1989 წლის 9 აპრილისა თავის ოჯახის წევრებთან, დედასთან მაყვალა კანდელაკთან, რომელიც მუშაობდა მაშინდელი პუშკინის ინსტიტუტში. იგი გახლდათ ლექტორი და სტუდენტებისთვის ძალიან საყვარელი ლექტორი, ასევე ძალიან ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი. თქვენ შეგიძლიათ ამის თაობაზე ვცლად ვისაუბრეთ მაშინ იმ გადაცემაში YouTube-ზე მონახავთ, ჩაწერეთ თეგებში ბიძინა მესხი პეკატივი და ამ გადაცემას აუცილებლად ამოგიგდებთ ორნაწილიანი გადაცემაა და სრულად შეგიძლიათ ის ნახოთ. ასევე ამ 9 აპრილის მონაწილე გახლდათ ბიძინას ბიცოლა, ცნობილი სტომატოლოგი ციური ნაჭყებია. ქალბატონი მაყვალა გარდაცვლილია, ქალბატონი ციური სოცხალ. ქალბატონ ციური ნაჭყებიას კი დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. ბიძინა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ 9 აპრილზე. ბიძინას გაუჩნდა ეს იდეა, რომ ისაუბროს 9 აპრილზე და მე დავეთანხმე. თუ რატომ და რისთვის, ამას თვითონ ბიძინა მოგიყვებათ, იმიტომ რომ როგორც ბიძინა ამბობს, ძალიან ბევრი ფაქტი არის გაყალბებული და თვითონ აი ეს ცნება 9 აპრილი რატომღაც მხოლოდ ტრაგედიად მოიაზრება ჩვენში. ყოველ შემთხვევაში ამას გვაჩვევენ, რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ ტრაგედია. თუმცა კარგად გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი და იყო პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია, რომელმაც 9 აპრილი დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა და იმის შემდეგ საქართველო ზეიმობდა 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღედ. ასე რომ ეს დღესასწაულია, ასე გვეუბნება ბიძინა, ასე ვიცით ჩვენც მაშინდელმა თაობამ და მოდით ამაზე ვრცლად ისაუბრებს თვითონ ბიძინა. ბიძინა, მივესალმოთ მაყურებელს და დავიწყოთ, მაგრამ მოდი შენის ნებართვით არ შემიძლია რომ არ ვთქვა საქართველოს აი ამ ტრაგიკულ მოვლენებზე, რაც აი ამ უახლოეს დღეებში მოხდა, უახლოეს წარსულში მოხდა და თითქმის ყოველი დღე ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვით შემოიფარგლება. მე არ ვიცი რის წინაშე დგას საქართველო. 9 აპრილს დაიღუპნენ ჩვენი გოგო ბიჭები და ეს იყო მართლა ტრაგედია იმ მომენტში.
მაგრამ 9 აპრილის შემდგომ ძალიან ბევრი ახალგაზრდის და ჩვენი გენოფონდის, ასე რომ ვთქვათ, მოსპობით იყო ცნობილი, იქ მიტინგების დახვრეტა, იქ 1000 უბედურება, ვისაც ეროვნული შეგრძნება ჰქონდა და საქართველოს და სამშობლოს სიყვარულისთვის იბრძოდა. ჩვენ მართლა გულანდებულები ვიყავით მაშინ და ჰქონდა აი ეს დიდი იდეა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენი სამშობლო თავისუფალი და ამას შეეწირდნენ ზვარაკად ძალიან ბევრი გოგო ბიჭი და არა მარტო გოგო ბიჭი, უამრავი ქართველი. მაგრამ დღეს რა ხდება? მე არ ვიცი, არ გავადღე, რომ არ გავიგო თუნდაც სოცქსელებიდან, აი დღეს ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა თქვა, სოციალური ქსელიო, Facebook-იო, იქცაო რაღაც სიკვდილის ქრონიკადო. მე უკვე მეშინია სოციალურ ქსელებში შესვლაც კი, იმიტომ რომ უამრავ ულამაზეს ჩვენს აი ამ პატარა საქართველოში უამრავ გოგო ბიჭების დაღუპვის ამბებს ვეცნობი. აი ახლახანაც ლისის ტბაზე მოხდა კიდევ ერთი შემთხვევა, ორი ოჯახი თუ სამი ოჯახი გაუბედურდა, ორი წყვილი, ასე რომ ვთქვათ, ცოლ-ქმარი და კიდევ ცოლ-ქმარი და კიდევ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპნენ, მანქანა ხევში გადავარდა. სულ ცოტა ხნის წინათ ისევ იმ ადგილას, რაღაცა იმ საშინელ ადგილას, რომელსაც მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ქვია, თუ თვითონ მეტეხის ხიდი თვითონ ძალიან ლამაზი ადგილია, მაგრამ რაღაცა ტრაგიკულ ადგილად იქცა კიდევ მანქანა გადავარდა, დაიღუპა ახალგაზრდა. ახლა გორში პოლიციელმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ნუ არ ვიცი ახლა ნარკომანიაზე ხო აღარაფერს ვამბობ და ამ ნარკოტიკებით ახალგაზრდა გოგო ბიჭები იღუპებიან. ნუ არის საგანგაშო სიტუაცია და აი ეს არის ტრაგედია თუ არის და 9 აპრილი კი დღესასწაულია. ბოლოს და ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებული, ასე რომ ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს ამ ახალგაზრდების დაღუპვის გამო გამოწვეულ მათ აი ამ ჩვენს მწუხარებას და რა ვიცი, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მათი სული, აღარაფერს ვამბობ ემიგრაციაში წასულ და დაკარგულ ქართველებზე, საპყრობილეებში ჩასმულ ჩვენს გოგო ბიჭებზე, უამრავ ქართველზე და ასე შემდეგ. და ნუ ნარკომანია და მამათმავლობა და ეს რაღაცა პედოფილია ხო ჩვეულებრივ რაღაცნაირ მოვლენად იქცა. ნუ მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის ტრაგედია და ამას ჭირდება საშველი და შველა აუცილებლად. მოდი, ბიძინა მესხი და 9 აპრილი. დავიწყეთ. კი ბატონო, პირველ რიგში მე ვსალმები საზოგადოებას და მრავალი საინტერესო გადაცემა გაგაკეთებინოს, როგორც აქამდე აკეთებდი, ისე გაგეწელებინოს. აი შეეხება უშუალოდ თემას, ძვირფასო მეგობრებო, 9 აპრილიდან დღემდე გასულია უკვე 37 წელი და 37 წელია. ცდილობენ ეს აგვანახონ მხოლოდ როგორც ტრაგედია და სინამდვილეში ძვირფასო მეგობრებო, სამშობლოსათვის თავგაცდება, თავდადება და გარდაცვალება, თუნდაც ეს არ არის ტრაგედია, ეს არის გემიერობა. და ვინც მაშინ დაიღუპა იქ და ვინცაც განიცადა და ვინც ამის მონაწილე იყო, სულ ყველა არის გემიერი, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს რიგ სადღაც ევროპა-ასიის გასაყარზე არსებობს ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომელსაც უნდათ ლამაზი, ლაღი ცხოვრება და შეუძლიათ ასევე ლამაზად სიკვდილი, იმიტომ რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირვა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გემიერობა და არა ტრაგედია. ტრაგედია ეს არის იმ ჯალათებისთვის, ვინც ეს ჩაიდინა. და ჩაიდინეს ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ თავისუფლების მოყვარე ქართველი კაცის სული ჩაეხშოს, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. და ვერც ვერასდროს მოახერხებენ, მიუხედავად შემდგომ განვითარებული მოვლენებისა და ათასგზის მცდელობისა, რომ როგორმე მოხდეს ამ იდეაზე ჩვენი უარის თქმა. რომ ქართველმა კაცმა თქვას უარი და შეეგუოს მანთან და შემოთავაზებულ მონობის ნაირ ვარიანტებს.
რომლის ცდილობამ შემოთავაზების არის ეს უხვად ძალიან უხვად და სამწუხაროდ ამოჟბატონებს ვინც ამას გვთავაზობს ყავს თავისი სტორები ჩვენს ქვეყანაში და სხვადასხვა შეფრული მეთოდებით ისინი ბაჩვენ იმას რომ ჩვენ არ ვარ თავისუფლება არის ის არა ის ისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით არამედ ის რასაც ჩვენ გვთავაზობენ უცხოეთიდან და ამას ძალიან ბევრი მახინჯი ფორმა ამას განვავითარებთ დროთა განმავლობაში საუბრის დროს That's it. და ვიდრე უშუალოდ 9 აპრილზე ვისაუბრებდე, მე მინდა გავხსენო წინა ისტორია. რა უძღვოდა ამან რამ გამოიწვია ეს 9 აპრილის მოვლენები. მოგეხსენებათ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა საქართველოში და იქ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ 9 აპრილამდე რამოდენიმე წლით ადრე გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია. კერძოდ იყო ასეთი ჯერ კიდე საბჭოთა კგბ-ს ხელმძღვანელი იური ანდროპოვი, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდევნად აერჩიეს და მეთოდურად გაანადგურეს, მოკლეს ის წელიწადსა და სამთოში. საშინლად ზულდა ქართველები. მაგას და სუსლოვს კიდე უარესად. კი ბატონო. მდევანი რო იყო. ხო, მან თავის როზე დაუძახა ერთ-ერთ ცნობილ პიროვნებას და მისცა ესეთი დავალება, რომ შეემუშავებინა საბჭოთა კავშირის განვითარების რამოდენიმე შესაძლო ვარიანტი. ქართულ ადამიანების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების ჯგუფთან ერთად და ეს შემუშავდა და დაიწყეს მისი განხორციელება და გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია. კერძოდ ეს იყო რა? რომ საბჭოთა კავშირის უნდა გადაქმნილიყო ახალ სტრუქტურულ ერთეულად, სადაც უკვე იქნებოდა არა მარტო 15 მოძმე რესპუბლიკა და 22 ავტონომიური რესპუბლიკა და 15 ავტონომიური ოლქი. არამედ ყველანი ესენი გარდა რუსეთში შემავალი რესპუბლიკებისა უნდა ყოფილიყო უკვე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც იქნებოდნენ, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენის ქვეშ. და ამისთვის დაჭირდათ ყოველივე ის, რაც განვითარდა შემდგომ საბჭოთა კავშირში, მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი, დაიწყეს ის, რაც დაიწყეს ეს რეფორმირება. და როდესაც იგრძნო მაშინდელმა დისიდენტურმა მოძრაობამ, რომ არის შანსი, რომ აქ რაღაცა გაკეთდეს ჩვენთვის სასარგებლო, ამ შემთხვევაში გულისხმობ კოსტავას და გამსახურდიას. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას, დიახ. დიახ, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი იყო ციხეში, ზვიადი გარეთ, ხო? გადაწყვიტეს ესარგებლოთ ამ შემთხვევით, ამ მოცემული შესაძლებლობით. და ეროვნულმა მოძრაობამ მიიღო ახალი ტავრის სახე მიიღო. და ბევრი რამ, რაც ჩვენთვის იყო მაშინ დაფარული, მძალული, გახდა ცნობილი და ნელ-ნელა თანდათან ეს ხდებოდა ცნობილი და თან მაშინ დაემთხვა ესეთი საერთაშორისო სიტუაცია, რომ უცხოეთს ძალიან უნდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ხოლო თანამედროვე ლიდერებს, საბჭოთა კავშირისაც შევარდნაძეს და გორბაჩოვს და განსაკუთრებით კიდე გორბაჩოვს, იაკოვლევს და სხვებს, უნდათ უცხოეთის ფულით ამ რეორგანიზაციის, რესტრუქტურიზაციის განხორციელება. და დაემთხვა ეს ინტერესები მათი ერთმანეთს და შეუდგნენ საქმიანობას. შეიქმნა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთელ საბჭოთა კავშირში და ერთადერთი რაზეც იყვნენ შეთანხმებულები თავიდანვე ეს თანამედროვე მსოფლიოს მაშინდელი ხელმძღვანელები, ეს იყო, რომ საბჭოთა კავშირიდან უნდა გასულიყო ბალტიისპირეთი,
ხოლო დანარჩენი 12 რესპუბლიკა სრული შემადგენლობით უნდა დარჩენილიყო ისევ ამ რეორგანიზებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და შემდეგ რომ განვითარდა ესეთი წარმონაქმნი, რასაც ქვია DST, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ეს იყო ზუსტად ამ ჩანაფიქრის განხორციელების ნაწილი. და შედეგი უბრალოდ. ხოლო მანამდე უნდა გააკეთებინათ ისე, რომ ყველგან სადაც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ეროვნული იდეოლოგია იყო მძლავრი, ის ლიდერები უნდა მოესპოთ. და რაც საქართველოში განხორციელდა კიდეც ხო ჯერ გამსახურდიამდე ბატონ ზვიადამდე რა თქმა უნდა მერაბ კოსტავამ მოკლეს, რომ ეროვნული მოძრაობისთვის ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინათ. და შემდეგ რა თქმა უნდა ყველამ კარგად ვიცით, რომ ზვიად გამსახურდიაც ასე ტრაგიკულად ავესულა. ჯერ დაამხეს და შემდეგ მოკლეს. და მოკლედ შევწყვეტ დავიდეთ ძვირფასო მეგობრებო. დაიწყო ეროვნული მოძრაობა საქართველოში. ჯერ ეს იყო 87 წელი, როდესაც განსაკუთრებით მაშინ მიეცა მას ელფერი, როდესაც უკვე მერაბ კოსტავაც გამოვიდა გარეთ. და ჩვენთვის საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი რამ, რაც იყო უცნობი, რაც იყო დაფარული და რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით ესე ჩუმად სახლში ის გახდა ცნობილი და გახდა უკვე საყოველთაოდ აღიარებული და საჯარო ინფორმაცია. აშკარად წავიდა მხილება საბჭოთა იდეოლოგიის და იქვე შემოთავაზება ახალი იდეოლოგია, რასაც ქვია ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და რასაც ანვითარებდა თავის როზე ეროვნული მოძრაობა მერაბის და ზვიადის ხელმძღვანელობით. ჯერ იყო მოგეხსენება 88 წლის ნოემბრის აქციები. კი ბატონო, ხუდონხესთან დაკავშირებით ხუდონხესი და სხვა თემები იყო იქ პირველი, პოდრომზე გაიმართა და შემდეგ უკვე მოვედით იქამდე რომ იყო 9 აპრილი. 99 წლის 9 აპრილი და ყველას კარგად გახსოვთ. რა 9 აპრილს წინ უძღოდა აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, როდესაც მაშინდელი აფხაზეთის ხელმძღვანელობამ რუსეთის წაკეზებულმა მოითხოვეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კი ბატონო. და ჩვენს მაშინდელ ეროვნულ მოძრაობას ზვიადის და მერაბის ხელმძღვანელობით არაფერი არ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ რეაგირება გაეკეთებინა ამ მოთხოვნაზე. და კონკრეტულად მაშინდელი საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვის წამოეყენებინათ პირობები შესაბამისი, რომ ის აბსურდული მოთხოვნა აფხაზეთის დამოუკიდებლობისა ყოფილიყო უარყოფილი და რა თქმა უნდა დადგა დრო, რომ უკვე დამდგარიყო საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიცოდით, რომ კონცენტრაში ჩუმად საუბრობდით მაშინ საზოგადოებას ოჯახებში, რომ საქართველო იყო დაპყრობილი. პირადად ჩემს სახლში ხანდახან გაისმოდა ხოლმე ეს თემა, წამოიწეოდა ხოლმე. რომ წითელი არმია შემოვიდა 21 წელს და მოახდინა ოკუპაცია და ანექსია. და დადგა საკითხი და ეს როდესაც დაიწყო ეს აქცია, ხო? პირობა იყო ასეთი, რომ 14 აპრილს უნდა დამთავრებულიყო კონკრეტული შედეგით და 14 აპრილიდან უკვე უნდა ახალი მოთხოვნები წამოეყენებინათ უკვე ეროვნული მოძრაობის მესვეურებს, იმის და მიხედვით იქნებოდა ეს მოთხოვნები წამოყენებული, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა ეს ზემოხსენებული აქცია. აქვე რო კითხო და შენ განაგრძე მე, მაგრამ ეს აუცილებლად ამაზედაც გამომახვილოთ ყურადღება, რომ გასაგებია ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ ძირითად და სულის ჩამდგმელი ამ ეროვნული მოძრაობისა და ამ გაფიცვებისა, მაგრამ
9 აპრილის, უშუალოდ 9 აპრილის მოვლენებს და აი ამ აპრილის ამბების მომზადებას ყავდა თავისი ლიდერები კიდევ. ხო და აი იქნებ შევახსენოთ კიდეც ეს ნო. დიახ. კი ბატონო, განაგრძეთ და მე რომ მათ ყავდათ ამ აქციებს ყავდა თავისი ლიდერები, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციები, ისე კონკრეტული პიროვნებები, მე შემიძლია ჩამოთვალო და ეს აუცილებლად უნდა ჩამოთვალოთ, ხო? ეს იყო ილია ისტორიაა ეს. კი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ზურაბ ჭავჭავაძეს და თამარ გოჩხეიძის სახით, მე ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი თავისი მთელი ორგანიზაციით, ირაკლი წერეთელი, მე ეროვნული დემოკრატიული პარტია, გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით. და ეს სხვადასხვა პიროვნებები და უშუალოდ, ხო? უშუალოდ რაც შეეხება უკვე ჩემს ჩართულობას ამ აქციაში მაშინ ვიყავი 17:30 ზუსტად თან სწავლობდი, თან მუშაობდი და როდესაც ეს აქცია დაიწყო, ხო, ეხლა დედაჩემის სტუდენტები მაშინ შემიძლია დავასახელო. დღესაც ესენი აქტიურად არიან, როგორც უკვე პოლიტიკაში აღარა ბესო საბაშვილი და კახა ბროკიშვილი იყვნენ ჩართულები ამ აქციაში და დედას ურეკავდნენ ხოლმე მისი მეგობრები და ეუბნებოდნენ, რა ვაი ესა კარგი სტუდენტები ყოლია და ესენი ვინ არიან და მოკლედ აქებდნენ და ეხლა სხვებიც ჩაერთვენ მონებრივად და თვითონ დედასაც ეს ეროვნული პოზიცია ეჭირა ყოველთვის პატრიოტული სულისკვეთებით გზიდა ჩვენს და თავის სტუდენტებსაც, იმიტომ რომ ყველა სტუდენტი ეუბნებოდა მას, რომ ჩვენ თქვენთან განსწავლოთ არა მარტო გერმანულს, არამედ უყვარს და სამშობლოს სიყვარულსო და ესე იყო ბოლომდე და რვაში საღამოს უკვე გახდა ცნობილი, რომ უკვე სერიოზული ხასიათი მიიღო და მანამდე რომ უთარდებოდა მოვლენები, რომ იქ შემოვიდნენ ტანკები და იქ კოკა გაწერელიას ხელმძღვანელობით მაშინ და საზოგადოება დაუწვა წინ ტანკებს და არ გამოატარეს რუსთაველზე. ხო? უკვე მივედით ჩვენს, მაგრამ მანამდე ეს რო განვითარდა ეს მოვლენები, ხო, განვითარდა როდესაც დღეს უკვე ცნობილია ეს დასამალი არავის არ არის, არასდროს არ არის. რომ ამაში აქტიურად იყო ჩართული შევარდნაძეც, გარბაჩოვიც, მაშინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობა და რა თქმა უნდა აქაური ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობდა ჯუმბერ პატიაშვილი, მეორე მდივანი იყო მოსკოვიდან ჩამომზანებული ბრწყალებში ბორის ნიკოლსკი, მესამე მდივანი ნუზარ რუხაძე. და აქ იყო რა რომ ბოლოს უყალა ცდილობდა საკუთარი საქართველოში განსაკუთრებით საკუთარი კარიერის გადარჩენა, საკუთარი ასე ვთქვათ თავის წარმოჩენას და ამისთვის მზად იყვნენ გაეწერათ ჯუმბერ პატიაშვილი თუ ეს აუცილებელი იქნებოდა მათთვის და შესაბამისად შემდგომ უკვე როდესაც ტელევიზიით აჩვენეს არაერთ გზის კადრები, როდესაც გადაწყდა ჯარის შემოყვანა, ხო? ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ვინ რას ამბობდა, ხო? ვინ რას ამბობდა იგივე. იცი არიან თაობები, რომლებიც ჩვენი მაყურებლები არიან, რომლებიც მაშინ არც იყვნენ დაბადებულები, ან ძალიან პატარები იყვნენ და მოდი ამათ ვუთხრათ, ვინ რას ამბობდა, რა იყო ეს ისტორია. კი ბატონო, როდესაც გახდა ესე იგი ცნობილი და გააცნობიერა მაშინდელმა საქართველოს ხელმძღვანელობამ, რომ ეს აქცია ნელ-ნელა გამოდიოდა მათი კონტროლიდან და ძალაუფლებას ხელში იღებდა უკვე ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობა, მერაბ ზვიადი, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი და სხვები, ხო? დადგა საკითხი, რომ ეს აქცია როგორme უნდა დაშლილიყო, ან როგორme ისე რომ ეს ეროვნულ მოძრაობის ლიდერებსაც თავისი, ასე ვთქვათ, მიიღოთ, დასჯილიყვნენ და იქვე დამთავრებულიყო, ასე ვთქვათ, ეროვნული იდეოლოგიის წამოწევა საქართველოში. დადგა ეს საკითხი.
ნუ ახლა დადგა საკითხი და კომუნისტური ნომენკლატურა მაშინ ერთმანეთს ეჯიბრებოდა იმ სხდომაზე. ლიქნელობაში და ფარისეულობაში მარტო რამოდენიმე ადამიანმა შეინარჩუნა ასავე აზრი და არ მოაწერეს ხელი დადგენილებას, რომელიც მაშინ მიიღეს და რომელიც ეხებოდა ჯარების შემოყვანას და ვინ იყვნენ ეს ადამიანები? თუ გახსოვთ? 4 კაცი იყო, მაგრამ ყველაზე ერთი იყო მაშინელი კონკავშირის მდივანი სესილი გოგიბერიძე. მეორე მაშინელი შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე. მესამე მაშინელი ცეკავშირის ხელმძღვანელი ბატონი რესან კონცელიძე და მეოთხე სამწუხაროდ აღარ მახსოვს ვინ. მოკლედ ამ 20 კაციანი სიიდან რამდენადაც მახსოვს მარტო 4-მა არ მოაწერა ხელი ჯარების შემოყვანას. და ნუ გაფართოებულ სხდომაზე მაშინელმა ინტელიგენციამ, რომელმაც მერე პუჩის დროს გამოიჩინა თავი, ხარი დაუჭირა ჯარების შემოყვანას და წესრიგის აღდგენას საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ნუ რა თქმა უნდა, მაშინ მოსკოვიდანაც ჰქონდათ მათ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ესეთი თეთრი მელა როგორც შევარდნაძე არის ველოდა, იმიტომ რომ მის კარიერასაც იქ ექნებოდა გარკვეული საფრთხე. კაციანი ჯგუფიდან, რომელიც მაშინ ვალდებული იყო, რომ მიეყო ამ დადგენილებას, ხელი მოეწერა, მარტო 4 კაცმა არ მოაწერა ხელი. და ნუ ეს შეუდგენ ამ დადგენილების განხორციელებას. შეუდგენ ამ განხორციელებას და აქტიურობდა მაშინ ძალიან მაშინ მეორე მდივანი ბორის ნიკოლსკი, რომელსაც წარმოადგენა არ ქონდა საერთოდ ქართულ ხასიათზე. და მესამე მდივანი ნუგზარ რუხაძე. იმიტომ ეს კადრები არსებობს, სადაც ნუგზარ რუხაძე რუსულად ამბობს, რომ მომიტინგეებს ჩვენ ანტისაბჭოთა ელემენტებს უნდა დაველაპარაკოთ საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელ ენაზე. და საბჭოთა ხალხისთვის მისაღებ ენაზე. ეს მისაღები ენა საბჭოთა კავშირისთვის და საბჭოთა ხალხისთვის ძალებში რაც იყო, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ისტორიიდან და არც 9 აპრილი იყო გამონაკლისი. იმიტომ რომ როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ საბჭოთა ტყავზე გამოცადეთ, ვინც იქ ვიყავით და ყველამ ნახა, ვინც შეესრო ამ პერიოდს, ვინც მაშინ მე წაგანა ვახსენე, რომ ბორის ნიკოლსკიმ საერთოდ არ იცოდა ქართული ხასიათი. და მან კატეგორიულად მოითხოვა ჯარების შემოყვანა და რუსთაველზე ჯარების გატარება. და ვინ აქედან ქართულმა მხარემ ვინ დაუდასტურა ეს? გასაგებია რომ მოციკაციდან მხოლოდ 4 არა, მაგრამ აი ყველაზე მთავარი ვის ევალებოდა დადასტურება? ნუ ახლა ეცი რა, ახლა სამი მდივანიდან ხო, პატიაშვილი, ნიკოლსკი და ხობხაძე. ორი იყო მომხრე, ხო? ნიკოლსკი და ხობხაძე. ახლა დანარჩენი მაშინ ხობხაძე თუ რუხაძე? არა, ნუგზარ ხობხაძე. ნუგზარ ხობხაძე, ხო, წერან თქვი ნუგზარ რუხაძეო და არა, ნუგზარ ხობხაძე სხვა არის. მაშინ რიგითი ჟურნალისტი იყო ტელევიზიის. კი, ვიცი და ხო. ნუგზარ ხობხაძე მესამე მდივანი. კი ბატონო. ხო და რა შეეხება კიდე იქ იყო მაშინელი ქალაქომის ახლა ყველას არ მახსოვს ხოლმე მახარაშვილი, რომელმაც ასე მხარი დაუჭირა ჯარების შემოყვანას და იყო სხვები კიდე ახლა ყველა სახელმწიფო არ მახსოვს, იმიტომ რომ დრო გავიდა თორე იყო დრო ვიცოდი სულ ყველა. პატიაშვილმა დაუჭირა მხარი. პატიაშვილმა თავი შეიკავა, მაგრამ იძულებული გახდა რომ ბოლოს როგორც პირველ პირს, რადგან უმცირესობაში იმოყვა, მხარი დაეჭირა. ხარი დაეჭირა ამისთვის, იმიტომ რომ განიცდიდა ეწოლას როგორც მოსკოვიდან, ისე ადგილობრივებიდან.
და კი, მაგრამ ხო შეეძლო რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ დასულიყო და გადამდგარი იყო. შეეძლო, როგორ არ შეეძლო, მაგრამ ეს ეხლა მაშინდელი კარიერისტული ამბებისთვის ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და მე ეხლა მან კარგად იცოდა შიდა კულუარული ამბები. ხო, რა იყო და როგორ იყო და ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისი, რომ მასზე შეეწმინდათ ხელი და იყო ორ ცეცხლ შვა. ორ ცეცხლ შვა და სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ მოლაპარაკებიდან არ გამოვიდა არაფერი. აქ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მერაბ კოსტავა და ჯუმბერ პატიაშვილი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. და ვისთან სცადეს მოლაპარაკება? ეროვნული მოძრაობის ლიდერები. და ვინ სცადა? მაშინ აიყო შეიქმნა ჯგუფი რეზო ჩხეიძეს ხელმძღვანელობით. შეიქმნა ჯგუფი რეზო ჩხეიძეს ხელმძღვანელობით და სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ლიდერები მერაბ ზვიადი და სხვაები იყვნენ მურხევნი. თავის პოზიციაში იყვნენ მურხევნი და მოითხოვდნენ კონკრეტულად მოგვარებას ამ პრობლემის ისე რომ საქართველოს ინტერესები ყოფილიყო 100%-იანად დაცული. და შემდეგ მახსოვს რეზო ჩხეიძე გამოვიდა კიდევაც ტელევიზიით და თქვა კიდევაც რომ ჩვენ რო ამ ძალასთან, ანუ დისიდენტურ მოძრაობასთან უფრო მეტი საერთო ენა გამოგვინახა, ყველაფერი უფრო უკეთესად იქნებოდა ვიდრე დღეს არისო. ხო და რა შეეხება კიდევ უშუალოდ ეგ განვითარებულ მოვლენებს უკვე მაშინ ოფიციალურად შევარდნაძე და გარბაჩოვი იყვნენ უცხოეთში წასული. როდესაც მათ ყველაფერი რა თქმა უნდა იცოდნენ. ჩამოვიდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება რომ მოეგვარებინათ ეს პრობლემა საბოლოოდ და საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობიდან ძალოვანი სტრუქტურებიდანაც ჩამოვიდნენ კონკრეტული პირები, კონკრეტულად ეს იყო მაშინდელი რამდენადაც მახსოვს მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კოჩეტკოვი. და აქ მას დახვდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი. როდიონოვი კი ბატონო. და მათ დაევალათ მოგვარება ამ პრობლემის. ქართული მხრიდან როგორც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ მაშინდელი უშიშროების კგბ საკავრო ხელმძღვანელი თორცდები ჯერ კიდევ ინაური იყო მაშინ და შინაგან განსაკუთრებულ მინისტრი შოთა გორგოცი. შეიქმნა კონკრეტული გეგმა და რადიონოვმა პირდაპირ მოითხოვა რომ რადგან ის იყო ასე ვთქვათ წოდებით ყველაზე მაღალი ჩინის გენერალ-პოლკოვნიკი მაგი უნდა ჩადგმოდა ოპერაციის სათავეში და უნდა მომხდარიყო ტერიტორიის გაწმენდა რაც შეიძლება მალე. და საზოგადოებაში ცნობილი რო გახდა რომ აი შემოვიდნენ ჯარები და რო აპირებენ დაშლას, ხო? ხალხი შეშინების მაგევრად უფრო მივიდა იქ. და იმ დღეს ხო უშუალოდ 8 აპრილის გამოს, როდესაც უკვე მე მივედი და დედასთან, ძმასთან და ბიცოლასთან ერთად ხო გაწყობით მივედით რომ ჩვენი ქონდა დავცემილიყავით ბოლომდე. ჩხონებულ ჩემს ცოტა უჭერდა ეხლა დიდხანს დგომა და რამოდენიმეჯერ კი გვითხრა რომ წავიდე, მაგრამ ბოლოს მაინც შეიკავა თავი და მაინც იდგა ბოლომდე. და უშუალოდ ეხლა იმ რამეს უკვე მიდიოდა ის რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც იყო აქციები გამართული და ზოგან მოხერხდა მასი დაშლა ზოგან არა. თბილისში იყო 3 ადგილი, ეს იყო სახელმწიფო უნივერსიტეტი სამედიცინო, იყო ტელევიზია და იყო მთავრობის სახლის წინა ტერიტორია და ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული მთავრობის სახლის წინა ტერიტორიაზე. მაშინ იმიტომ რომ აქ უფრო მეტი ხალხი რაოდენობა იყო საზოგადოების თავმოყრილი და მოთხოვნა რა თქმა უნდა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. გამოდიოდნენ სხვადასხვა ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლები, კერძოდ მე მახსოვს
რომ გამოვიდა ცნობილი ქართველი მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე და ეს იზაგი გოშვილი სხვები ეს ორივე ძალიან ჩართული იყვნენ ეროვნულ მოძრაობაში. კი ეს ლევან სანიკიძე გამოვიდა და ლია ელიავაც არა უშუალოდ იმ ხო თორე ლია თარკობერიძე და სხვები მაია თომაძეც კი რა თქმა უნდა მაია თომაძე საერთოდ დეპუტატი იყო ვალი მაგინიდან და ამის გამო ძალიან შეავიწრო ზოგადად და დევნილობაში გარდაიცვალა დევნაშების როების ფონზე გარდაიცვალა სულ და უბრალოდ უკვე საზოგადოებისთვის გახდა ნათელი რომ საბჭოთა კავშირი არ არის ის რაც ჩვენ გვეგონა ამის გაცნობიერებასაც დავიწყეთ უკვე ქართულმა საზოგადოებამ და მაშინ ჩვენთვის იყო ეს რომანტიკული პერიოდი უფრო აუცილებელი და ჯერ გაცნობიერებული ყველას კარგად არ ქონდა რას ნიშნავდა საქართველოს დამოუკიდებლობა მაგრამ ერთი ყველა ვიცოდით რომ ლიდერებთან ერთად როგორც იყო ზვიადი და მერაბი ჩვენ მზად ვიყავით რომ ჩაგულიყავით ამ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში და ამ ლიდერებთან ერთად მერაბთან და ზვიადთან ერთად ჩვენ დამოუკიდებლობას მივაღწევდით და დამოუკიდებელ საქართველოს ავაშენებდით ეს უკვე მაშინ ყველა ვიცოდით ყველას ასე გჯეროდა და ნუ რა შეეხება უკვე უშუალოდ იქ განვითარებულ მოვლენებს ხო? მოდი ისიც არ დაგვავიწყდეს საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მიმართვა და არის ასეთი ინფორმაცია და ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ეს არაერთხელ გაჟღერებულა, რომ პატრიარქმა მოუწოდა მომიტინგეებს დაშლილიყვნენ, ხალხი აპირებდა დაშლას, მაგრამ ლიდერებმა ხალხი არ დაშალეს. მოდით აი ამაზედაც მანამდე მეყვე მაგაც უკვე, მაგრამ მანამდე იყო ესეთი სიტუაცია უკვე რომ ასე იგი მანამდე სანამ პატრიარქი მოვიდოდა ხო სანამ პატრიარქი მოვიდოდა მანამდე ლიდერებთან მოვიდა ვიქტორ შარაშენიძე რომელიც იყო მაშინ აღარ მახსოვს პროკურორი თუ იუსტიციის მინისტრი და შეხვდა ბატონ ზვიადს და ბატონ მერაბს შეხვდა და მოთხოვა რომ 15 წუთში დაშლილიყო აქცია და ბატონ ზვიადი და ბატონ მერაბ უთხრეს რომ 15 წუთში ეს არის შეუძლებელი ჩვენ ამისთვის გვინდა უცოტა 2 დღე რომ აქცია დაიშალოს უმდროინებლად და შარაშენიძემ ამის წინააღმდეგი წავიდა და წავიდა ესე არაფრის ქმნით არანაირი შედეგით მისთვის სასურველი შედეგით არ წავიდა მისთვის სასურველი შედეგით არ წავიდა უბრალოდ და უკვე გახდა აშკარა გახდა ლიდერებისთვის ყოველ შემთხვევაში რაღაცა ცუდი მზადდება დარბევა იქნება და როდესაც უკვე პატრიარქი მოვიდა და კადრებში ჩანს უკვე 15 წუთის რაღაც თუ ცოტა ზორები ცოტა შეიძლება 20 წუთით ადრე კი ბატონო და რომ მოვიდა და გააკეთა განცხადება რომ აი საშიშროება რეალურია ხო უკვე აშკარა გახდა რომ ეს დარბევა იქნება მაგრამ არავინ არ ელოდა იმას რომ ეს დარბევის მაგივრად ეს ხოჩოჟლეტა იქნებოდა იმიტომ რომ როგორც მე გაეკვა აქ ქონდათ ესეთი მზაკრული გეგმა რომ უნდა გაეკეთებინათ იმიტაცია იმისა რომ მომიტინგეები პარლამენტის უпроშორტ მაშინ თავების სახლის შენობაში შეიჭრენ და შემდეგ ცეცხლი უნდა გაეხსნათ და ნუ ეხლა მსხვერპლზე მათ დიდი ისად ქონდათ დარდი მათთვის თავარი იყო რომ ეს აქცია დასრულებულიყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასარგებლოც და დისიდენტური მოძრაობასაც ნუ წერტილი დასმოდა საქართველოში მაგრამ შევარდნაძემაც ძალიან კარგად უწყოდა რომ არაუბრალოდ დარბევა
მოხდებოდა, არამედ მან იქნებოდა ხოცვაჟლეტა, ეს იცოდა როდიონოვმაც და ეს იყო შეთანხმება და მე მაინტერესებს პატიაშვილმა იცოდა თუ არა ხოცვაჟლეტის მოსალოდნელი ხოცვაჟლეტის პატიაშვილმა ეს იცოდა. იმიტომ ტანკებიც უნდა შემოსულიყვნენ ის პატიაშვილმაც ეს იცოდა, არ იცოდა ყოველ შემთხვევაში იმას გრძნობდა და იმას გრძნობდა რომ მისი კარიერა მოკლედ პატიაშვილმა თუ იცოდა ჩვენ ამაზე შევჩერდით ბიძინა და თუ იცოდა იმის შესახებ რომ არაუბრალოდ დარბევა ხდებოდა და მომიტინგეებისაგან ტერიტორიის განწმენდა არამედ მოხდებოდა ხოცვაჟლეტა, იმიტომ რომ ტანკები უკვე მზადყოფნაში იყვნენ, ჯავშან ტექნიკა მზადყოფნაში იყო და სპეც რაზმელები, რომლებიც ფარებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პატიაშვილმა იცოდა რა თქმა უნდა ის რომ უნდა ყოფილიყო სპეცოპერაცია რომელთანაც ტერიტორია უნდა გაწმენდილიყო. მოთხოვნა მასშტაბი რა იქნებოდა ეს რა თქმა უნდა მან ეს არ იცოდა მე შეიძლება უბრალოდ ევარაუდა და მან აუცილებლად უნდა სწორდა კიდე ის შევარდნაძის ბუნება და ჩვენ კარგად გვახსოვს პატიაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში შევარდნაძის კადრებს რა დღე ეწიათ და უბრალოდ ცენტრალური კომიტეტიდან მაშინიდან ვერ გაეჩერებინა შეიძლებოდა ის კორუფციული სქემა რომელიც მაშინ პატიაშვილმა ამხილა და დაიჭირა ჩვენ ყველას გვახსოვს შევარდნაძის ხაზინად არის მაშინდელი სოლიკო ხაბიშვილი და ბევრი სხვა იაკოლა თავისუფლად მივიდოდა ეს შევარდნაძემდე და დადგებოდა თვითონ შევარდნაძის პასუხისმგებლობის საკითხი მაგრამ იქ ცენტრალურ კომიტეტში მაშინ ხელმძღვანელობის გააჩერა გარბაჩოვმა და ყველაფერი დამთავრდა ისიც როგორც დამთავრდა პატიაშვილმაც თავისი პოსტი შეინარჩუნა შევარდნაძეც საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და გააგრძელა მოღვაწეობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე კი ბატონო და ბუნებრივია პატიაშვილმა იცოდა ისიც რომ შევარდნაძე ამას ასე არ დატოვებდა და არ აპატიებდა და შანს არ გაუშვებდა რომ შური არ ეძია მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს ეს თემა ეს საკითხი არ ეხება რა კითხვაც უნდა დავსვა, მაგრამ სოლიკო ხაბეიშვილის დაჭერაში დიდი წვლილი მიუძღოდა თვითონ შევარდნაძეს, ანუ შევარდნაძის სურვილი იყო, ეს რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რამდენად მართალია. ნუ ახლა ვიცი რა, შევარდნაძე მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები იყვნენ და ძალიან ერთგული იყო სოლიკო ხაბეიშვილი. კი ბატონო, წეგან აუგნიშნე რომ შევარდნაძის ხაზინად არ იყო მეთქი. კი ბატონო. ხო და უბრალოდ უბრალოდ როდესაც დადგა საკითხი ახლა შევარდნაძის კაცი იყო რომელიც წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა მის შემდგომ ადამიანებს ხო მასთვის თავარი იყო რომ თვითონ გადარჩენილიყო და დანარჩენი ახლა ვინ მოყვებოდა ასე ვთქვათ დაჭერებში უკვე მას არ აინტერესებდა და ესაც მოხდა დაიჭირეს ხაბეიშვილი დაიჭირეს ხვები თვითონ შევარდნაძემ გააგრძელა მოღვაწეობა და დაელოდა იმ მომენტს, როცა ეკნებოდა შანსი შურისძიების და ეს შანსი მან გამოიყენა კიდევაც, იმიტომ რომ ახლა დაუდასტურებული ინფორმაციებია ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ ყველა ადასტურებს იმას, რომ შევარდნაძემ ასე იცოდა და ზოგი იმასაც ამბობს, რომ ის იმ დროს თბილისში იმყოფებოდა. კი ბატონო, აი ეს კითხვა მქონდა. და დამასწარი კიდეც კი ბატონო თბილისში იმყოფებოდა და საგანგებოდ ჩამოფრინდა შევარდნაძე კი და ხელმძღვანელობდა აქედან თვალყურს ადევნებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები 9 აპრილის მოვლენები დიახ 9 აპრილის მოვლენები ის ღამე როგორ განვითარდებოდა და უშუალოდ ახლა ჩვენ წეგან ვახსენეთ პოლიტბიუროს სხდომა როგორ მიიღეს გადაწყვეტილება და როგორ შეუდგენ განხორციელებას, იმიტომ რომ მიტინგის დაშლის ოპერაციის ხელმძღვანელობა აუიღო საკუთარ თავზე მაშინდელმა ამიერკავკასიის სამხედრო ჯარების ოლქის სარდალმა გენერალმა რადიონოვმა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი ასე ვთქვათ, მოადგილე ამ შემთხვევაში იყო შოთა გორგოძე. რომელიც როგორც გაირკვა შინაგანად მას ეწინააღმდეგებოდა
და გასცა საიდუმლო ბრძანება, რომ მაშინდელი მილიცია შეძლების დაგვარად წინაუდგებოდა იმ სასტიკე დარბევას, თუ ის მიიღებდა არნახულ მასშტაბებს. და მილიციამ ძალიან კარგი როლი შეასრულა, მაშინ დადგნენ ქართველი ხალხი. კი, როგორც მთავრობის სახლთან, ისე ტელევიზიასთან. კი ბატონო, ხო. კი. და ამით მაშინ ეს იყო ამით მაშინ ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გარდამტეხი ეპიზოდი იყო ეს თვითონ მილიციელებთან დამოკიდებულებაში მაშინ. იმიტომ რომ ახლა არ არის დასამალი რომ მაშინ დელი მილიციის და გარკვეული ადამიანების თანამშრომლების გამო ხალხში მას ვეძახდით ცაღლებს ისე იქცეოდნენ. მეუხედავთ იმისა რომ ყველა ესეთი არ იყო, მაგრამ ის ვინც ისე იქცეოდა ადამიანური ფაქტორი ჭარბობდა მაშინ. კი, ადამიანური ფაქტორიც და ზუსტად რაც დღეს ძალიან აკლია ამ ძალოვან სტრუქტურებს წარმომადგენლებს. რაც შეეხება და მოხდა ის, და ეს და შეუდგენ განხორციელებას და თან ისიც მინდა ითქვას, რომ იცოდა უნდა იყო, ესე იგი გორგოძე მარიცოდა, რომ ეს გეგმა როგორ უნდა ყოფილიყო და ძალიან ახსენე, რომ აქ იყო ჩანაფიქრი ესეთი, რომ შეეყარათ ხალხი მთავრობის სახლში და შემდეგ იქ ჩასაფრებული იყო მეტყვეაფრქვევები და მათ გაეხსნათ ცეცხლი, მსხვერპლს მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარი იყო, რომ შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში გაეშვათ, რომ აი ხალხმა სადა მთავრობის სახლში შეჭრა და გაეცა სათანადო პასუხი. და შესაბამისად ლიდერებსაც, ეროვნული მოძრაობის ლიდერებსაც სულ დაიჭერდნენ ისევ და მიურჩიდნენ სამაგალითო სასჯელს მათი აზრით და განხორციელდებოდა ის გეგმა, რასაც ერქვა ჩვეულებრივ დასვამდნენ შემდეგ ნომენკლატურას, თავისთავად განხორციელდებოდა უმთხოვნეულოდ ის გეგმა, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირის რეორგანიზაცია და საავი შემთხვევაში საბჭოთა საქართველოს რეორგანიზაცია. ეს ბარემ აქვე ვიტყვი, რომ მაშინ საბჭოთა საქართველოს შედგებოდა უпростоად შემადგენლობაში იყო 3 ესე იგი 2 ავტონომიური რესპუბლიკა და 1 ავტონომიური ოლქი. ეს იყო ავტონომიური რესპუბლიკა, იყო აჭარის, იყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ეს სამივე საქართველოს საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო უკვე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც შედიოდა ასე ვთქვათ საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში და მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში. და შესაბამისად მათ არ აწყობდათ არავითარ შემთხვევაში აქ იდეოლოგია ეროვნული რო ყოფილიყო და მით უმეტეს ლიდერები ვინმე რო დარჩენილიყო და მათი ჭაჭანება რომ მოსვარიყო საერთოდ ეს აწყობდათ და ამიტომ მზად იყვნენ ყველაფრისათვის და ქონდათ რამოდენიმე გეგმა. და როდესაც ეს ყველაფერი როდესაც მოვიდა უკვე შევჩერდით რომ ძალიან ვახსენე რომ ვიქტორ შარაშენიძე მოვიდა და მისთვის უარყოფითი შედეგით წავიდა, იმიტომ რომ ლიდერები ვერ დაითანხმა, რომ 15 წუთში აქცია დაშლილიყო, იმიტომ რომ ლიდერები ხვდებოდნენ, რომ ეგ რო თქვა რომ აბა ეხლა დავიშალოთ. ხო, ეს გამოიწვევდა უარყოფით ემოციებს, ძალიან საშინელ გულისწყვილს და იქ ხალხი ვერ გაიგებდა. რა თქმა უნდა, ვერ გაიგებდა ამას, ვერ გაიგებდა და ზუსტად ამიტომ გამოიწვევდა უარყოფით ემოციებს და საშინელ გულისწყვილს და იმით გაცრუებას მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ყველა ლიდერის მიმართ და განსაკუთრებით მერაბის და ზვიადის მიმართ. აი პარალელი რომ გავავლოთ 2009-ში თუ სწორად მახსოვს თარიღი, წელი ეს იყო გიორგობა დღე, რამდენად სწორად მახსოვს არ ვიცი, უცნობმა გიორგი გაჩეჩილაძე ხალხი შეკრიბა დინამო სტადიონზე, ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა იქ
და ეროვნული აი გრძნობა იყო თითქოს 60 წელი და ასე შემდეგ ნუ ხალხი მივიდა აი ამის დაიჯერა ხალხმა და რატომღაც ბევრი ადამიანი მივიდა და მე უცებ გამოცხადდა რომ ეს ხალხი უნდა დაშლილიყო და ასე რომ თქვა დინამო სტადიონიდან უცებ მეტი იქ ვიღაცებთან მოლაპარაკება ქონდა და უცებ სამებისკენ წაიყვანა მე იქ მოხდა და ხალხის დაშლა და ასე შემდეგ. ახლა ეს ძალიან თქოს არასწორი შედარება, მაგრამ ალბათ ანალოგიურად მოხდებოდა ის გულისკენა, იმიტომ რომ ჩვენ მე 2009-ში გარკვეული წლების შემდეგ აი ეს გულისკენა იგრძნო საზოგადოებამ. კი, იმიტომ რომ ანუ მოტყუებული დარჩა საზოგადოება. დიახ და მან იყო ასე, ახლა მაგ ძმები გაჩეჩილაძეები ლიდერობდნენ მაშინ 2009-ში და სტადიონი გიორგისაც ეძახდნენ. არიან ესეთი ემოციური ადამიანები, ზედმეტად ემოციურები, რომელსაც უფრო ემოცია ჭარბობს ვიდრე რაციონალური აზროვნება და უბრალოდ მაშინ მეც ვესწრებოდი სტადიონზე იმ აქციას და გადაწყვეტეს რომ პატრიარქთან წასულიყო და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაგრძელებულიყო აქცია. ბატონო ეს აქცია გაგრძელდა ისე რომ საბოლოო ჯამში დაიშალა იმის გამო რომ მაშინელმა უკვე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა ყველა იქ მდგომ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან საერთო ენის გამონახვა გარდა პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების და ამაში ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ხალხისთვის ცნობილია საზოგადოების ცნობილია დიდი თანხა აიღეს. ნუ ეგეთი თქვა კი არა მარტო მათ სხვებმაც სხვებმაც ყველა მაშინ და აი აქვე მინდა მაშინ რადგან თანხაზე მიდგა საუბარი მოდი აი ასეთ ხალხში გავრცელებულ ხალხში არა მე საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს არ ვაკადრებ იმას რომ ეს მათში იყო ეს ინფორმაცია გავრცელებული მაგრამ ზოგიერთმა ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა თუ მათთან დაახლოებულმა პირებმა ვისაც საქართველოს აი ეს დამოუკიდებლობა და ეს ეროვნული მოძრაობის მუხტი არ აწყობდა იმათმა ზვიაც დააბრალეს თითქოს ის იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან შეკრული და რომ მათი დავალებით მოქმედებდა მოდი აი ეს ავხსნათ იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი მე შეგნებულად გავავლე პარალელი და აი აქვე მინდა იმიტომ რომ ეს ბრალდება რამდენად სრულ იყო და რამდენად რა თქმა უნდა ეხლა ესე რა მაშინელი უკვე კომუნისტური ნომენკლატურა ხო მოყოლებული 1956 წლიდან ცდილობდა ზუსტად გამსახურდიას სახელის გატეხვას და საერთოდ მის პიროვნულად გატეხვას მაგრამ ეს არ გამოვიდა იმიტომ რომ ზუსტად სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა იმ იდეას, რასაც საქართველოს თავისუფლება ქვია და თავი გაწირა სამშობლოსათვის ისე როგორც ეს გააკეთა მერაბ კოსტავამ და ეს ორი ლიდერი საერთოდ ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში. მერაბზე უფრო დადებითად საუბრობენ და ზვიად ეს კაცალად შეგნებულად, იმიტომ რომ ახლა მერაბ კოსტავა არ ყოფილა კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი და შესაბამისად მას ყავდა ცნობილი ბაბუაც განათლების სფეროში ძალიან ცნობილი და ნუ მაგრამ რახან კონსტანტინე იყო სოფლიოში ცნობილი მწერალი და თანაც დისიდენტი მწერალი რომელიც ანგარიშს უწევდა რა თქმა უნდა საბჭოთა ნომენკლატურას მაგრამ თავის სათქმელს მაინც ამბობდა და შესაბამისად მისი ვაჟი ზუსტად გამსახურდია რა თქმა უნდა ასევე მიუღებელი იყო მაშინელი საბჭოთა ნომენკლატურისათვის და ნუ რა თქმა უნდა ეძებდნენ ყველაზე დიდი ზეწოლა მოდიოდა ზვიადის ოჯახზე და ნუ მაგალზე აქცენტს აკეთებდა როგორც ამ ზეწოლას ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება და ასევე დასავლეთის წრეები, რომელიც დაინტერესებულები იყვნენ საბჭოთა კავშირის დაშლაში, ასევე აქცენტს აკეთებდნენ ზვიად გამსახურდიაზე. და ზვიადის შემდგომ უკვე იყო მერაბ კოსტავა, თვითონ ეს მერაბ საათნათქვამი რომ პირველობა ეკუთვნის ზვიადს და ეს არაერთხელ უთქვამს ეს. და თუ ვინმე ჯერ მე დამასახელებსო და მე ზვიადსო, ესე იგი ის არ არის. კი, რა თქმა უნდა, თორე ახლა ჩვენთვის
ჩვენთვის ხო ქართველი ადამიანებისთვის ეს ორი არის განუყოფელი მერაბი და ზვიადი, ზვიადი და მერაბი და არ არსებობს პირველი და მეორე. საოცარია ერთმაც მეორეს უძღვნა ლექსი და მეორემაც ანუ ზვიადმაც უძღვნა მერაბს ლექსი ძმას ქრისტეს მიერსო და თითქოს აი ორივე შინაარსით რაღაც ერთნაირი რა თქმა უნდა და მაგას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდები და ეხლა უშუალოდ რაც შეეხება იმ თემას 9 აპრილს დავუბრუნდეთ იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ანუ 4 პერიოდია 15 პატრიარქი მოვიდა პატრიარქი და ნუ განაცხადა რომ და ნუ ირაკლი ქადაგიშვილი უძღვება მიტინგს მაშინ ედპ-ს წევრი იყო და დღეს პარლამენტარია ოცნების და ერთ-ერთი კომიტეტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა ირაკლი ქადაგიშვილი და ნუ უძღვება მიტინგს და მას უჭირავს ხელში მიკროფონი ну შემდეგ მიაწოდა პატრიარქის მიკროფონი, იმიტომ რომ კადრებში ჩანს რომ კი ბატონო. პირველად რომ მიმართავს პატრიარქი საზოგადოებას, უჭირავს ხელში მიკროფონი. და შემდეგ უკვე მეორეთაც უკვე ირაკლი ქადაგიშვილს უჭირავს. და ნუ საზოგადოება ეხლა იქ ვინც იყო, სულ მომართული იყო იმისთვის, რომ ეს იყო მაშინ ჩვენთვის. იქ სადიმდა რომ მეც ვიყავი მაშინ და ჩემთვის კიდევ და ეს ხო ჩემთვის მოულოდნელი. და ინი თავწერილი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისი მსოფლმხედველობით, იმიტომ რომ მოახდინა ძალიან დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში და ამ სულისკვეთებით მოდივარ დღემდე და ესე დავასრულებ ჩემს ცხოვრებას ამ სულისკვეთებით თავის დროზე. იმიტომ რომ მე მაშინ თქვი რომ ეს ხომეთი რომ გავაცნობიერე ხო რომ გავაცნობიერე რომ აი დაგვარბევენ. ხო მაშინ გავაცნობიერე რა რომ თუ გარდავიცვლებოდი ესეთი უკიდურესი პოემა მაშინ საქართველოს თავდადებული ადამიანების გვერდით მოხვდებოდი და უგავებაში შევაბიჯებდი და თუ ცოცხალი გადავრჩებოდი მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისათვის გავაგრძელებდი ბრძოლას და ამაზე დიდი იდეა იმ წუთას არ არსებობდა ჩემთვის და ძალიან ბევრი იქ მდგომისთვის. ძალიან ბევრი იქ მდგომისთვის და მით უმეტეს ეხა იქ ლიდერებს მეაფრო ყურადღება ყველამ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი და შესაბამისად იმოქმედებდა დანარჩენი საზოგადოებაც და ეხლა მერავას და ზვიადმაც გაუწია ანგარიში მდგომ საზოგადოებას აბსოლუტურად ისინი ფლობდნენ სიტუაციას მართავდნენ სიტუაციას და საუბრებიან ხო პატრიარქს ზვიადეობნება რომ ეხლა რომ ჩვენ აქ მოწოდოთ ხალხს მოღალატედ გამოგვაცხადებენ, ხოლო მერაბი ეუბნება რომ ეს არის დიდებული წამი, ეს არ უნდა გაუფერულდეს. და ირაკლი წერეთელმა უთხრა ხალხს რომ არ გასწრებდნენ. არა, ირაკლი წერეთელი გამოვიდა, ეს სიჩუმერო იყო და ხალხი ცდილობდა შეძახილებით რაღაცა და ირაკლი ქადაგიშვილი აჩუმებდა, აწყნარებდა ხალხს, რომ ხალხო მე წერეთელზე გეუბნები ხო? არა, წერეთელს გეტყვი მე, მოგვიანებით, იმიტომ რომ წერეთელი უცებ გამოვიდა, მიიღო გადაწყვეტილება, რადომილი თქდებითო. რადომილი თქდებითო და ჯერ მიმართა, მე ის მამაუჩვენო წაიკითხეს და ფიცი. აქციის მონაწილეთა ფიცი. და ეს უკვე გასაგები გახდა, რომ მუხტი მიეცა საზოგადოებას და მე მერაბი რო გამოვიდა ეს თავისი ცნობილი გამოსვლით, ხო? კი ბატონო. ხო და მე იქ იყო ცოტა ხანში პატარა პაუზა გააკეთა 1-2 წუთიანი და ბოლოს მიმართა ესე ერთი წინადადება იყო ესეთი რომ გამხდევდით და გაძლიერდით სულიერად რამე თუ ჩვენთანაც ღმერთიოდა. ეხლა ეს რომ ასე რომ მიმართვა გასაგები იყო უკვე რომ კაციშვილი არსად არ მიდიოდა ყველა ბოლომდე დაელოდებოდა შედეგს, რიც დამთავრდებოდა ეს ყველაფერი და მე უკვე აი მარტო ამ წუთებისთვის ღირდა იქ ყოფნა და ცხოვრება მარტო ამ წუთებში ის რაც გამირთადა, როცა სიმღერით და ცეკვით კი ბატონო შევეგებეთ ხო იქ სიმღერით ცეკვით ვითომაც აქ არაფერი ხდება ვიცოდი არაფერი და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი როცა ეს დარბევა დაიწყო და საქართველოს სახილით მოხდა უკვე იქ შეტაკება და მიზეზი იყო რა ჩვენ იქ მომიტინგეთა მიზანი იყო რა შეიძლება ნაკლები მსხვერპლით გამოსულიყვენ და ხალხი ეს ქალები და ბავშვები გაერიდებინათ
და ამ ფაშბატონების მიზანი იყო, რომ გაეთამაშებინათ ის სცენარი, რაც რო ხალხი შეერეკათ შენობაში და შემდეგ ცეცხლს გახსნიდნენ მსხვერპლზე არ იდარდებდნენ მაინდა-მაინც. და უნდა აღინიშნოს ის, რომ რუსთაველის გამზირი გაყოფილი იყო ორად, თვითონ ერთი ნაწილი მთავრობის სახლის წინ კიბეებზე და ქვემოთ, მერე იყო კორიდორი გაკეთებული და მეტრო რუსთაველთან ეგ მუზეუმთან კიდე მეორე ნაწილი ხალხის. და როდესაც ეს დარბევა დაიწყო, მე ვდექი მაშინ შუაში ჩემს დედასთან, ძმასთან და ბიცოლასთან ერთად. ყველას გახსოვს მაშინ იყო ორი მშრომელთა ქანდაკება. კი ბატონო, კი. გამგალი და ურო, ხალი და მამაკაცის აღმართული ხელებით და აი მშრომელთა ქანდაკება. დიახ, ამ მშრომელთა ქანდაკების შორის კიბეებთან ვიდექით ჩვენ. მაშინ. როცა ეს ყველაფერი დაიწყო და როგორ მივედი საფრთხე პირადად არ მახსოვს იმ არაყოლობაში. და ერთადერთი შემიძლია გამოსა, ერთადერთი ეპიზოდი იყო კიდე ის და მეორე დღეს თუ არა მესამე დღეს უკვე ვნახე. კიდე ესეთი წარწერა იყო იქ ქაშოთის ეკლესიის კედელთან, იქ ჩასასვლელი როა, სისხლით დაწერა ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ზურა, ოღონდ ეს გვარი იყო და რა გვარი ეს არ ვიცი. და კიდე ერთი ესეთი ეპიზოდი დამახსოვრდა, რომ იქ რო იყო, ეხლაც არის წვავდნენ ნარგავები, ხეები, კონკრეტულად ერთმა ფიზიკურად ძალიან ძლიერმა ბიჭმა მოგლიჯა ნაძვი და ისე დაერია სპეცრაზმის თანამშრომლებს. და მას მიეხმარა კიდე მეორე ახალგაზრდა ბიჭი. და ერთის და მეორეს იყვნენ სპორტსმენები, როგორც ჩანდა და ამ რო ცდილობდნენ ამ ბიჭის ასე ვთქვათ ეს სპეცრაზმი რო ცდილობდა ბიჭის განეიტრალებას, ეს მეორე ახალგაზრდას უშუმაგრებდა და იგერიებდა ამათ და მე უკვე წამოვედი და მე გავეკვა ის რომ ეს ბიჭი რომელიც ამ მეორეს უშუმაგრებდა აღმოჩნდა ჩემი მეზობელი იოსებ ძიდა რომელიც ეს ჩემი მეზობელი იყო კარატისტი მაშინ და სახელი როგორ შეგვიძლია რომ კი როგორ არა და მოგიკითხოთ აქედან თუ კი როგორ არა აი ეს ამერიკაში უკვე მრავალი წელი ეგ ცხოვრობს მის ძმასთან ერთად ეს დიმა თხინვალელი დიმა თხინვალელი კი ბატონო შენები ცენტრში იდექი. კი, ხო, დედასთან, ძმასთან და ბიცოლასთან ერთად. აი, რა საოცარია, როგორ დააღწიე თავის მეთმა დიდხან სიცოცხლე მოგწეს და აი მე აქედან მინდა ვინც ცოცხალია იმ მილიციელებს ვუთხრა მადლობა. ეს არასოდეს არ დაგვავიწყდება ქართველებს, როგორ დაგვიცვეს მაშინ იმ მილიციელებმა და დღეს როგორ გვანადგურებენ ეს პოლიციელები, რომლებიც ძალიან აი უთხვის შემსრულებლები არიან რაღაცა საშინელი ბრძანებებისა, თუმცა რა თქმა უნდა დღევანდელ მუნდირიანებშიც და ძალოვან სტრუქტურებში არიან კარგი ადამიანები, ქართველ მართლა სულით ხორცამდე ქართველი ადამიანები, მაგრამ ესენი იმდენად ცოტანი არიან, რომ ალბათ იკარგებიან იმ მრავალრიცხოვან პოლიციელებში. აი ის იყო მართლა დიდებული მომენტი, ტრაგიკული და დიდებული. როგორც შენ ამბობ, თავი შეწირეს მართლაც ქართველებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, სამშობლოსათვის ბრძოლას და ეს დიდებული მომენტი იყო. დიახ, რა თქმა უნდა და ეს ზუსტად ეს იყო რომ ახლა წელამდელ 9 აპრილს მე დავდე პოსტი რომ მივულოცე ქართველებს 9 აპრილი როგორც საქართველოს კი არა ქართული სულის ზეიმის დღე. და არა ტრაგედია, იმიტომ რომ დასაწყისში აღნიშნე რომ სამშობლოსათვის თავდადება ეს არის გემირობა. და რა შემთხვევაში ტრაგედია და ჩემი აღშფოთება რა კიდე რაც გამოიწვია ამ უკვე 37 წელია და განსაკუთრებით მიშას პერიოდიდან, ხო? ხან სააგენტოებს, საინფორმაციო სააგენტოებს, ხან ტელევიზიებს, ან სახელები ეშლებათ, ან გვარები ეშლებათ, ან ამ დაღუპულების ან წლოვანება ეშლებათ. და მედის ნაირ-ნაირი სპეკულაციები და სულ მაინდა-მაინც ტრაგედია და ეხლა წელს მაგალითად საშინლად გამაღიზიანება რომ TV პირველზე გავრცელდა ის რომ ჯერ ხო შეცდომებით სახელი გვარები და მე ასაკი შეეშალათ კონკრეტულად ელისო ჭიპაშვილის.
ხო? და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ელისო ჭიპაშვილი როგორ გარდაიცვალა იქ. ის იყო მაშინ სანიტარის სასწრაფო დახმარების ბრიგადის რომელიც იქ მორიგეობდა. ჩემი მეუღლე ზაქარია როჭიკაშვილის მეგობარი იყო და დიახ. ხო და როგორც ხო და იყო ფეხბურთელი. კი. და დარბევის დროს გადაეფარა ერთ-ერთს ახალგაზრდა გოგონას. და ეს ჯარისკაცი შეზახარო, ჯარისკაცმა რო გაიმეტა, უთხრა რა შვებიო, მე ხო ფეხბურთი მათვარო და მით უკეთესიო, იმან უპასუხა რუსულად და ჯერ წიხლი ჩააზილა მუცელში და შემდეგ ხელკეთე. კი ბატონო. და ესე გარდაიცვალა ეს და მოკლედ. აი ახლაც კი სუდად რა თქმა უნდა. აი ამ მომენტმა. რა თქმა უნდა და ეს იყო მაშინ 18 წლის. და არა 25-ის და 35-ის როგორც ზოგიერთმა დაწერეს. ის იყო 18 წლის. ხო და მე ასევე ყველაზე პატარა იქ იყო ეკა ბეჟანიშვილი, ის იყო 14 წლის. თავრიკო ჯოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი იყვნენ 15 წლის. კი, აი მე 16 წელიწადში. კი და ასე ნელა მათულობდა ასაკის ზევით და ყველაზე ასაკოვანი იყო ქალბატონი თამარ მამულაშვილი სვანაძე, ის იყო 70 წლის. და სხვათა შორის მაგ ქალბატონზეც იყო მაშინ საუბარი რომ ცნობილია ესე რომ უკანასკნელი ძალღონე მოიკრიფა და თავის дахე გარბოდა და მას მისდევდა მაშინდელი საბჭოთა ჯარისკაცი რაღაცა და ზდია საკმაოდ დიდ ხანს და რომ დაასახელეს მანძილი 800 მეტრი ესო როგორ შეიძლება მოხუცმა ქალბატონმა ამდენი ხანი ირბინოსო და ასეთ მანძილზე და როცა იქ სიცოცხლის საკითხი დგას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ უკანასკნელი ძალღონე მოიკრიფოს და სადოს თავის დაღწევა. ასე რომ ეს არაფერი არ არის აქ მეუღებელი და წარმოუდგენელი და მით უმეტეს მაშინ ხო აი დღეს უკვე ამდენი წელი გავიდა 37 წელი გავიდა და სრულიად თავისუფლად შემიძლია თამამად თქვა რომ იქ რო ყოფილიყო რა ყოფილიყო იქ ოკუპანტების მხრიდან ტანკები, ჯავშან ტექნიკა, ეს მომწავლალი გაზები ხო? და ჩვეულებრივ თანაბარ პირობებში ხელჩართული ბრძოლა გამართულიყო, დასრულდებოდა სულ სხვა შედეგით. მე მინდა აქვე გავიხსენო ძალიან საყვარელი მოძღვარი ქართული სულისა და მრწამსის, აი მართლა საოცარი ადამიანი, ეს იყო მამა მაშინ მღვდელი კონსტანტინე იყო კოჰუაშვილი, რომელიც 9 აპრილელებს, ასე რომ ვთქვათ, აი იქ მომიტინგეებს ედგა მხარში გადმოვიდა კაშვეთის ეკლესიიდან და დადგა მათ გვერდით და კიდევ ალბათ სხვა მოძღვრებიც იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მამა კონსტანტინემ მართლა დიდი გმირობა ჩაიდინა, შემდგომში იგი აღიკვეცა და გახდა მონაზონი დავითი, დიახ. ასევე რამდენადაც ვიცი მათ გვერდით იდგა მეუფე ამბროსი ქათამაძე. კი ბატონო და აი მე მინდა რომ ყველა ის სულიერი მოძღვარი, ყველა ის ადამიანი, ყველა ის მომიტინგე, ყველა ის ქართველი მე მარტო ეროვნებით არ ვამბობ, სულით ხორცით ქართველი ვინც იდგა იქ, შეიძლება ვინც დარჩა ცოცხალი, ისინი ხომ გმირები არიან, ვინც დაიწამნენ, იქნება აი ამ გაზზეც ვთქვათ, რა საწამლავი გაუშვეს და მე ამ თემაზე აუცილებლად ზაქარია როჭიკაშვილს ვესაუბრები, მან არაერთ გზის ჩაწერა გადაცემები აღნიშნულ თემაზე. ზაქარია მაშინ იყო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი და ის იყო 9 აპრილის საგაფიცო კომიტეტის წარმომადგენელი. კი ბატონო. და ალბათ აი ამ გაზზე და აი ამ მომწამლავ ნივთიერებაზე და მოწამლულ ადამიანებზე იტყვის ასევე მისი დაიღებდა ნუნუ როჭიკაშვილი არამიანში მუშაობდა მაშინ ქალაქის პირველ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში და ისიერებდა მაშინ აი ამ მოწამლულ და დასახიჩრებულ ადამიანებს. კი. მე მაშინ უროლოგიის ინსტიტუტში მუშაობდი საოპერაციო ბლოკში სანიტრად და შემთხვევით ხდებოდა უკვე ამ ავადმყოფების მოწამლული ადამიანების და დასახიჩრებული ადამიანების. კი ბატონო. ხება
მოთავსება კლინიკაში და მათი მკურნალობა. იქვე ცნობილია იქ პროზექტურა. კი ბატონო. ერთადერთი იქ იყო სუყვალა, იქ მიდიოდა ესეთი ზედახურა იყო მაშინ უროლოგიის ინსტიტუტში ხელმძღვანელი იყო ცნობილი აკადემიკოსი ბატონი ლაურ მანაგაძე და ყველა ოპერაცია გადაიდო. გარდა მწვავე ოპერაციებისაო კი ბატონო. ყველა გეგმიური ოპერაცია გადაიდო პირველი ერთი კვირის განმავლობაში და მოცული იყო სუყვალა, იმიტომ რომ შოკირებული იყო სუყვალა მაგცით, რაც მოხდა, იმიტომ რომ კაციშვილი არ ელოდა რომ ესეთი სასტიკი დარბევა იქნებოდა, კაციშვილი არ ელოდა ესეთი შედეგი იქნებოდა. აი ეს მანანა ლოლაძე ხო. იყო ჩემი ერთ-ერთი მაშინდელი თანამშრომლის ახლო ნათესავი 9 აპრილს დაღუპული მანანა ლოლაძე და ეს კიდე ცალკე ტრაგედია იყო მისთვის და ესე გადაედო მთელს მაშინდელ უროლოგიის ინსტიტუტს თელს სამედიცინო პერსონალს და შოკირებულები ვიყავით ყველა მაშინ ამით და ხო და უბრალოდ ეხლა ის ძალმული რომ დაიღუპა კი. კონე სამარგული ანეკდოტი კი. და ბოდი ფარე ლაპარაკობს. კომენდანტის საათში კიდე ია ქარსელაძე და აგერ მაქვს სია დაღუპულები. კი ბატონო, იგენაც. და ჩამოვთვლი და პატევი მივაგოთ მათ. აუცილებლად და მე მინდა აქედან ემიგრაციაში მყოფ უკვე წლების მანძილზე ზეზვა შაღაშვილი მოვიკითხო, რომელიც მოწამლული გახდა 9 აპრილს და ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან ერთგული სამშობლოს მოყვარული ადამიანი. დიახ, მაშინ ასე გავიხსენოთ 9 აპრილს დაღუპული ეროვნული გმირები. მასაც ხოთა შორის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს უკვე თორცები ის იყო 2014 წელს მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. და მაშინ ასე ჩვენი ეროვნული გმირები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა ზღვარაგად და ჩაეყვარა საფუძველი საქართველოს თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობას. ესენი არიან თაზა ადამიან, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, საირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მანანა მელქაძე, ვენერა მეტრეველი, მამუკან ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე და მარინა ჭყონია სამარგულიანი, ნოდარ ჯანგირაშვილი და მზია ჯინჭარაძე. და ასევე აღნიშნვის ღირსია 4 უსინათლო ქალბატონი. კი ბატონო. რომლებიც სიმღერით შეეგებენ. კი, რომლებიც სიმღერით შეეგებენ. მომხდურს არ შეშინდნენ. კი ბატონო. მეუხედავთ იმისა, რომ უსინათლოები უნდა მათ შორის ესენი არიან ლელა ვეფხვაძე, დონარა ცხადიაშვილი, თინათინ ბირკაძე, საირა გელაშვილი და აქედან მხოლოდ ლელა ვეფხვაძე არის დღეს ცოცხალი ქალბატონი ლელა ცხოვრობს. უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, კი ბატონო. მიქცანისის რაიონში ცხოვრობს, გორთა ჭალაში. და დღემდე პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში, იმიტომ რომ არაერთხელ შევხვდები ვარ და პირადად. ჩვენს არაერთგზის სიუჟეტებში დიახ. რო შევსწრები ვარ, რომ ცნობს საზოგადოება, ცნობს და ზოგი ახლა ყველა შეძლებს და გვარად პატივს ცემს. ზოგი ახლა შევსწრები ვარ ერთხელ მგზავრობის ფული გადაუხადა იქ ადგილი დაუთმეს იქ რაღაცა და ყველა ერთმანეთს ეუბნებოდა, რომ ეს ქალბატონი აი 9 აპრილს მონაწილე ის ქალბატონია, რომელიც ამ სიმღერას ფეროდა. ასე რომ ისე 9 აპრილი აი ეს დღე და ეს თარიღი ყველას მეხსიერებაშია ჩარჩენილი, მაგრამ სამწუხაროდ ბიძინა მე აქვე გულისკევილით უნდა ვთქვა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ, როდესაც მე უნივერსიტეტებში ვასწავლედი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ძალიან ბევრმა სამწუხაროდ, ანუ აი 100%-დან, რომ პროცენტულად რომ ვთქვა, შეიძლება ითქვა 70%-მა საერთოდ არ იცოდა ეს 9 აპრილი, წარმოდგენა არ ქონდა, აღარ არის საუბარი ზვიადზე, მერაბზე და ჩვენს ეროვნულ მისწრაფებაზე და ჩვენს ტკივილზე და ჩვენს სიხარულზე. ანუ კარგია რომ ამ თარიღს შევეხეთ დღევანდელ გადაცემაში.
ამიტომ რომ პეკატივს ახალგაზრდობაც შემოუერთდა როგორც მაყურებელი სოციალურ ქსელებში ნახულობენ ჩვენს გადაცემებს, მათ აინტერესებს საქართველოს უახლესი რეალური ისტორია და არა გაყალბებული და იმედი არის რომ ამ გადაცემას მოისმენენ და მათში აუცილებლად უფრო მეტად გაიღვიძებს საქართველო, თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი ტკივილითა და სიხარულით და ამ ბავშვებს უნდა გადავაბაროთ ჩვენ საქართველო და მათ უნდა აღაშენონ საქართველო, მათ უნდა დაიბრუნონ საქართველო. დიახ. რა თქმა უნდა, მამავალმა თავებამ უნდა იცოდეს რა მოხდა 9 აპრილს, რა აქცია იყო ეს რომ ის კიდევ ერთხელ მკობმე რამდენი წრეც იყო გმირობა და არა ტრაგედია. იმიტომ რომ სამშობლოსათვის თავგანწირვა ეს არის ყველა ჩვენგანი სვალი და ყველა ვინც ამას გააკეთებს ამ ნაბიჯს გადადგამს არის გმირი, იმიტომ რომ შეაბიჯებს საქართველოს ისტორიაში როგორც სამშობლოსათვის თავდადებული გმირი და ეს შეაბიჯებს სამარაჯამო უკდავებაში. ტელეკომპანია პეკატივი ძალიან ხშირად უშვებს ირაკლი გოცირიძის წერილს, ანუ გახმოვანებული ვერსიით, ჩემს მიერ გახმოვანებული ვერსიით ასეთი რუბრიკა მაქვს, კიბიდან ამოღებული კადრები და გახმოვანებული ბეჭდური სტატიები, სადაც ის იხსენებს როდიონოვთან და საერთოდ ამ 9 აპრილის დამრბევებთან ინტერვიუს, მათთან შეხვედრას და ასე შემდეგ და მე მინდა რომ ესეც ნახონ ჩვენმა მომავალმა თაობამ და აქვე მინდა ის თქვა რომ და მითხარი შენ ამაზე პასუხი ცხონებულმა ნოდარ ნათაძემ და ცხონებულმა ირაკლი გოცირიძემ აღნიშნეს რომ ეს არ იყო მხოლოდ 21 ადამიანის გარდაცვალება. აქ იყო უამრავი, აი ჭყლეტაშიც მოყოლილი, დარბეული, დასახიჭრებული, დაკეპილი ადამიანები, აი ამ შემოსეული, რა ვიცი, რაღაცა ხოჭოებივით შემოსეული სპეცრაზმელების მიერ, არაქართული ჯალების მიერ და გადაყრილი მტკვარში რამდენად მართალია. ესეთი ჭორი გავრცელდა. ჭორია თუ რეალურია? არა, ესეთი ჭორი გავრცელდა და მეცაც გეტყვი, იყო ესეთი დაუძასწრებელი ინფორმაცია არსებობს, რომ იმ დღეს დაიღუპა 60 კაცი. და თამაზ ბიბილურმა თავის დროზე 11 წლის წინ, როდესაც მე პეკატევში ვმუშაობდი და ეს გადაცემა მეუძღვენით 9 აპრილს დაასახელა ერთ-ერთის გვარი. რომელიც ასევე დაიღუპაო. მაგრამ ის ვერ დადასტურდა და ნუ ამიტომ არ ითვლება არაფერში. ოფიციალურად არ არის ცნობილი დაღუპულებს შორის. ხო და თორე მაშინ დარბევის მერე ქალაქში დაერღა ხმა რომ არ იქა მიცვალებულებს ანადგურებენო და მთელი თბილისი დადგა ფეხზე მაშინ. მთელი ძალიან ახსენე რომ უროლოგიის ინსტიტუტში მუშაობდი, მეთქი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მორგთან მოადგა მთელი თბილისი, ისეთი ამბავი იყო. და მაშინ კიდე ეს იყო რომ აზა ადამია მაშინ არ იყო ცნობილი და ნუ რამოდენიმე დღის მერე მისი ვინაობა დადგინდა. ეს არის აზა ადამია 22 წლის. ხო და ასევე იყო ძალიან მოთქმა და მოკლედ ხელისუფლება იძულებული გახდა ბოლოს რომ ხალხის ნებას დაყოლოდა. და ეს მზაკრული გეგმა, რაც მას ჰქონდა ჩანაფიქრი, არ განეხორციელებინა, იმიტომ რომ იმდენად ესეთი მოულოდნელი, მათთვის მოულოდნელი გამოხმაურება მოხდა საზოგადოებაში, რომ დაიხიეს უკან. კი ბატონო. ესა ბიძინა მე აღარ მახსოვს. მინდა ერთი მომენტი, ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი აღვნიშნო, რაც მოხდა ეხება კრიმინალურ სამყაროს. კი ბატონო. ეს არის ის რომ 40 დღის განმავლობაში, ანუ 9 აპრილიდან 19 მაისის ჩათვლით საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ მომხდა. კი ბატონო. და აი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ შოთა გორგოცი იყო გაოცებული.
შოთა გორგოძე გაუცებული იყო მაშინაც, როდესაც 13 მაისს თასი აიღეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და აი ამდენი ხალხისგან აბსოლუტურად არაფერი არ ყოფილა აი ასე ვთქვათ აბილწული დაყრილი ნაგავი რაღაცა სხვანაირი სისუფთავე იყო და მართლა აჟიკებული აი გახარებული ადამიანები და ანალოგიურად აი ამ ძიმე დღეს. კი, იმიტომ რომ ჯერ მარტო ის აქციაზე ხო ისეთი ორგანიზებული იყო ყველაფერი, ხო? სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი სიტუაციას აკონტროლებდა, აბა ვინმეს რაღაცა ცუდად არ გაეკეთებინ, ეგზეთ მეტი ნაგავი არ დაეყარა რაღაცა თვითონ. და მე სულ ყველა იყო საზოგადოებაც თვითონ იმდენად გაუცებული იყო როგორ მინდიოდა რა იყო აღრთვანებულები იყო თვითონ იქ არსებული სიტუაციით. რომ მე მახსოვს ჩემო ნათესავმა ერთმა მითხრა რომ ასო ვიყავიო და 9 საათზე მეტი ვერ გავჩერდიო იმდენად კარგი სიტუაცია იყო რომ იმდენად იმოქმედა ჩემს ემოციურად რომ ჩვენი შეგვიძლიაო რომ ასე თორმე როცა დაგვჭირდება რომ ასე კარგად ჩავატაროთ ყველაფერიო რომ 9 საათზე მეტი ვერ გავჩერდი წამოვედი დაბრუნდი სახლშიო და ნეტა არ წამოსულიყავ იმიტომ რომ ისიც იმაში მოყვებოდა მაშინ და ერთ ვიღაცას მაინც გადავარჩენდიო. ხოდა ნუ მე უკვე ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ განვითარდა ხელისუფლება უკან დაიხია და გადავიდა საგრულ გეგმებზე მე ეროვნული ხელისუფლება სანამ მანდ გადახვალ მე მინდა გავიხსენო ისიც რომ ხალხს გასაქცევი ადგილი არ დაუტოვეს. ანუ ჩაკეტილი იყო აი ამ რაღაცა მომეწონა ჩემი ვენათქვამი ამ ხოჭოებივით შემოსეულმა სპეცრაზმელებმა, რომლებიც გამეტებით კლავდნენ ჩვენს ახალგაზრდობას და იქ მყოფ მომიტინგეებს, ყველას აბსოლუტურად გამეტებით და არაფერი არ აინტერესებდა სხვა, აი დაგეშილები იყვნენ მისეულები. იყო ჩაკეტილი. იცით რა სპეციალურად ალყაში მოაქციეს და უნდა შეინტერესებს რომ ხელისუფლებას განა რა ისეთი დიდი სურვილი უნდა ქონოდა სავარძლის შენარჩუნებისა რომ ვერ გაბედეს, ვერ ჩამოვიდნენ და ხალხის მხარეს ვერ დადგნენ, ვერ გახსნეს კორიდორი არ გააკეთეს, რომ ადამიანები ოპერაციას ხელმძღვანელობდა უკვე საბჭოთა მესმის, მაგრამ ხო შეიძლება პატიაშვილს თავის მისი დანაშაული მე უაღრესად პატივს ვცემ ბატონ ჯუმბერს ჩვენ ტელევიზიიდან მოვიკითხავ კიდეც მას, მაგრამ აი მე ვფიქრობ რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და არა უბრალოდ შეცდომა რომ ის უნდა ჩამოსულიყო და ხალხის მხარეს დამდგარიყო თუნდაც იმ მომენტში სიკვდილით დამთავრებულიყო ეს კი მაგრამ მაშინ საბჭოთა ნომენკლატურა სხვა მიმართულებით აზროვნებდა, კარიერაზე ფიქრობდნენ უფრო. და ჯუმბერ ბატიაშვილმა იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ის ცუდად დამთავრდებოდა რაღაცეთ განწერული იყო, უკეთეს შემთხვევაში დააკმაყოფილებდნენ მის განცხადებას გადადგომის შესახებ თუ არის და ამიტომ ის 2 ცეცხლშუა იყო და მოღალატედ შევიდა აი ხალხმა ეს ვერ გაუგო მას იცით და თან ყველაზე საინტერესო ის იყო კიდევ რომ იმ მოლაპარაკებაში არ იყო აღნიშნული რომ უნდა ჩაკეტილიყო გასასვლელი კორიდორები უნდა დარჩენილიყო რომ ხალხი გასულიყო. არ იყო რა თქმა უნდა ეს არ იყო და მაგ მოხდა ესეთი რაღაცა რომ დარბევის მერე როცა რადიონოვი და გორგოძე ავიდნენ იმ კაბინეტში ჯუმბერ ბატიაშვილთან ხო და გორგოძე მოფთხრა ჯუმბერ ბატიაშვილს რომ იარაღი რომ მქონოდა მე რადიონოს დავხვრეტდი ადგილზეო. იმიტომ რომ ის გეგმა რაც შემუშავდა არც შოთა გორგოძისთვის იყო ცნობილი ისე როგორც ის იყო. იმიტომ რომ აქ იყო ჩვეულებრივ დარბევაზე ლაპარაკი და არა ესე ზაკრულ ვაგონზე რომ არიქა შევყაროთ და არიქა მსხვერპლი და всё პერნათელი გახდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლების გამავლობაში და ის ალყა საბოლოო ჯამში გაარღვია ისე ქართველმა საზოგადოებამ იქ იყო სპორტსმენები, რაგბისტები, მოჭიდავეები, ავღანელში ნამყოფი მებრძოლები და ბოლო მომენტში ეს ქართულმა სულმა საზოგადოებამ კი ბოლო მომენტში გაარღვია ის ალყა
ქართულმა სურმა იმძლავრა ისევ და პირველი რეაქცია ის იყო რომ მამაკაცები რომ გავარდნენ ხო პირველი და მე მობრუნდნენ და ისევ შეებდნენ მოთანასწორ ბრძოლაში რომ ისევ გასულიყო ეს ქალები და ბავშვები და შეძლების დაგვარად იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიცემოდა შესაძლებლობა და ის ფილმი ცნობილი ფილმი რომელიც ასევე უშიშროებამ გადაიღო ხო იქ ერთ-ერთი ქართველი თანამშრომელი ხო უშიშროების და დანარჩენი რუსები ერთმანეთს ეუბნებიან სმატრიკა გზირუცა იმიტომ რომ არ მოელოდნენ რომ ესეთი შიშველი ხელებით ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ იქ კი ამას არ მოელოდნენ და ნუ ყველაფერი შემდეგ დამთავრდა სამწუხაროდ ისე რომ სვერპლის გარეშე სამწუხაროდ ვერ დამთავრდა ტრაგიკულად დამთავრდა მაგრამ როგორც შენ ამბობ ტრაგედია მოიტანა ძალიან ხანმოკლე მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერება საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის სანამ შენ აი ამ ბედნიერებაზე გადახვალ და იმ რაღაც 6 თვიან მართლა იმ რაღაც საოცარ კოცონზე რომელიც დაიმთო აგიზგიზდა და ჩვენ ვიყავით გახარებულები რომ მივაღწიეთ და ვიყავით ბედნიერები იმიტომ რომ ქართველმა როგორც იქნა გაიყარა თავის სამშობლოში 6 თვეში დასრულდა აი მანამდე მინდა ესეთი რაღაც კითხო და მე კი ვიცი მაგრამ შენ მინდა რომ აუხსნა საზოგადოებას ბრალდებოდა ჩვენს მამაკაცებს აი ესეთი ინფორმაციაც იყო და ძალიან გულის მომკვლელი და ძალიან უსიამოვნო ფრაგმენტი ქალები რო აიფარეს ხო ქალები აიფარესო და მამაკაცები გაიქცნენო აი მოდი აი ეს მოვუყვეთ მომავალთაობას როგორი იყო რომ არც ერთ შემთხვევაში რას ქვია ქალები აიფარეს ჯერ ერთი ეს არის ჩვეულებრივი ბინძური ხო ყველი ჭორი რომელსაც შეეცადნენ იმ აქციის ასე ვთქვათ მამაკაცების დაკნინებას მამაკაცების დაკნინებას ერთი და იმ აქციის სულისკვეთების ჩაგვლას სახელის გატეხას ერთი პირველ რიგში ეს იმიტომ რომ არავინ არავის არაფარებია პირიქით იყო იქ კაცები ცდილობდნენ კაცები ყველა ასაკისა ვინც იქ იყო ცდილობდა ქალების და ბავშვების გაყვანას და ეს ქალების და ბავშვების ტოლცაროდებდნენ ისინი პირიქით ცდილობდნენ ასე რომ თქვათ ილიასეულად დედა კაცები იყვნენ დიახ იმიტომ რომ ცდილობდნენ ის იმიტომ რომ მეგოე მე მახსოვს ხონებული დედა ჩემი როგორ გაიჭრა იქ და საერთოდ დავიკარგეთ და ნუ ამავე სახში როგორ მივედი არ მახსოვს მეთქე ეს ადრეს მithქვას აქცია თუ ამბობ ხო და ასე რომ ეგ ყველაფერი არის ბინძური ჭორი მეტი არაფერი იმიტომ რომ ქართველი კაცებიც და ქართველი ქალებიც იქ ღირსეულად ეკოთენ მტერს და იქ რო ყოფილიყო იქ რო არ ყოლოდა თან ჯავშან ტექნიკა ტანკები ეს მოწავლელი გაზები ხო აბსოლუტურად სხვანაირად წარიმართებოდა იქ შეტაკების ბედი იქ აბსოლუტურად სხვანაირად წარიმართებოდა არც ამდენი მსხვერპლი არ იქნებოდა ჩვეულებრივად იმიტომ რომ იქ არ ყოფი მამაკაცების მიზანი იყო რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლიც გაედინებინათ ქალები და ბავშვები ადგილიდან და როდესაც ეს ტალღა გაარღვიეს და მობრუნეს ზუსტად ეს იყო მიზანი კორიდორი გაეკეთებინათ რომ გამოსულიყო ხალხი იქიდან გამოსულიყო და აქვე აღნიშნო უკვე იგივე დარბევა იყო ტელევიზიასთანაც ხო იმ დარბევა ეს იყო სადღაც 5-ის 17 თუ 20 წუთი იყო როცა ეგ დარბევა დაიწყეს 4 საათზე მოხდა მთავრობის სასახლესთან დარბევა სასტიკი დარბევა ხო და 5-ის 17 თუ 20 წუთი იყო გამთენი ის როცა ეს დარბევა დაიწყეს და თან წამოვიდნენ როგორ წამოვიდნენ აჭარიდან სასტუმრო აჭარიდან წამოვიდნენ და ერთ ფარაზე ურტყამდნენ ხელკეტებს და იძახდნენ ასე რას დვა ტრის მერჩი ესე მოვიდან და აქაც იგივე გეგმა ჰქონდათ ისევ უნდა შეეყარათ ხალხი ტელევიზიის შენობაში და ნუ ცეცხლი უნდა გახსნილიყო და მსხვერპლზე პრობლემა არ ჰქონდათ მათ მაგრამ აქაც იგივე მილიციელებმა იგივე
საზოგადოების გარკვეული მოახერხა ისო გარგვეს ისო ტალღა და და საზღვარო აქაც სხვების გარეშე არ ყოფილა და დაზიანებობდა და დასახიჩრებული ძალიან ბევრი იყო და მოწამლულებიც ძალიან ბევრი და გარდა ამისა კიდე უკვე როდესაც პანიშვილები იმართებოდა მთავრობის სახლის წინ და იქ კალათები და გვირგვინები დადესო იქ მოწამლული ადგილები იყო და მოწამლული ტერიტორია რახან იყო ამ კალათებმა და გვირგვინებმა აითვისეს და ძალიან ბევრი ადამიანი მოიწამლა მაშინაც და კი ბატონო საბოლოო ჯამში დღეისთვის უკვე ჩემთვის ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს მაგრამ 50 კაცზე მეტია დაგუპული დღეისთვის უკვე ამ მოსამლის შედეგად და ნუ დანარჩენებს მიმდინარეობს ჯერ კიდევ მკურნალობა ასე თუ ისე რაღაცებს ცდილობენ და მე მინდა როგორც ექიმს ვკითხო ახლა მომწამლავ ნივთიერებებზე საუბრობდი ამ გაზზე ჩვენ კარგად გვახსოვს რამდენი წელი დაჭირდა რეაბილიტაციას და ბევრი ვერ გამოვიდა მაინც აი ამ მოწამვლისგან ანუ ეს ნივთიერება ჩარჩა მათ ორგანიზმში აი ახლა სულ ცოტა ხნის წინათ მომწამლავი ნივთიერებები გაუშვეს ნუ მე ვიძახი სულ რაღაცა რამდენიმე თვის და თუნდაც აი ყველაზე მაქსიმუმ გავცელდა ერთი წლის მერე ჩორის დონეზე გავცელდა თუ როგორ გავცელდა მე ვერ გეტყვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საერთაშორისო მასშტაბითაც იქნა აღიარებული CNN-ის ინფორმაცია იყო მაგრამ გაზი ზუსტად რაც იქნა გაშვებული 99 წლის პრაღში სულაც არა ძალიან დიდი განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის შენ ახლა როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერი მესაუბრები თუ როგორც არა პირველ რიგში ჩემო კარგო მე ვარ ექიმი და პასუხს ვაგებ ღმერთის წინაშე ექიმიც რო არ ვიყო უბრალოდ ადამიანი რო უბრალოდ ადამიანი რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერი ქართული ოცნების მხარდამჭერი მე ვარ ერთი უბრალო მიზეზის გამო რომ ოპოზიციაში არის ნაგავი და იძულებული ვარ დაუჭირო მხარი ქართულ ოცნებას მანამ სანამ არ გამოვა ნორმალური ძალა ისეთი ძალა რომელიც უკეთესი იქნება ბევრად ქართულ ოცნებაზე და რომელიც მართავს ქვეყანას მაგრამ არის ასეთი მოსაზრება რომ ნაცკოცები ერთნიარიანო და ესეც სპეციალურად არის ესეთი მოძრაობა იმის გამო რომ გამოიწვიოს ასე ვთქვათ უფრო მეტი მზარდი ანტიპათია გამოიწვიოს ოცნების მიმართ. კარგი, ამაზე საუბარი სხვა გადაცემაში განვაგრძოთ. მოდი მომწამლავ ნივთიერებაზე. რა შეეხება მომწამლავ ნივთიერებას, ხო, მაშინ იყო ეს ცნობილი გაზი იყო CS-ი და კიდე სხვა რაღაცებიც, სხვა ნივთიერებაც ახლა ყველას არ მახსოვს და თავიდან სანამ ცნობილი გახდებოდა, ხო, მიმდინარეობდა ზოგადი მკურნალობა, რომელიც ახლა მაინდა-მაინც დიდ შედეგს არ იძლეოდა, შემდეგ როცა CS-ი გახდა ცნობილი, მერე სხვა მომწამლავ ნივთიერებებს, მე უფრო კონკრეტული ის დავიდა მკურნალობა, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორი სურვილიც ქონა რომ ყოფილიყო. მაგრამ უფრო მეტი შედეგი დადებულიყო ამ ადამიანთა განკურნების. ბიძინა, ჩვენ საუბარში აღნიშნეთ რაღაც შევეხეთ ირაკლი წერეთლის, ანუ CDP-ს, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერის მომენტს, რომელიც მე გითხარი რომ მან მოუწოდა ხალხს რომ არ დაშლილიყვნენ მომიტინგეებს და შენ მითხარი რომ შემდეგ შევეხო თუ ამ ფრაგმენტსო და იქნება ვისაუბროთ აი ირაკლი წერეთელი წერეთელს რაღაცებში ადანაშაულებს საზოგადოება და ხელისუფლება მაშინდელიც და შემდგომიც. ეს ერთი მომენტი და კარგი მოდი ჯერ ამაზე ვთქვათ და მე დაგისვამ სხვა შეკითხვას. კი ბატონო. ირაკლი წერეთელი მაშინ მოიქცა ძალიან ვაჟკაცურად, როდესაც მიმართა საზოგადოებას, იქ წაიკითხა ფიცი, წაიკითხა მამაო ჩვენო და საზოგადოებას მისცა მუხტი, გაამხნევა და ნუ მაგის მერე უკვე მერაბსაც გაუადულდა ამოსვლა და ნუ ყველა ვიცით რომ ამ ორი ლიდერის მიმართვის მერე იქ ერთმუშტად შეკრული საზოგადოება კიდევ უფრო გამხნევდა, გამფიცდა და როგორც ცეკვა თამაშით და ხანეთ და შემართებით შეეგება დამრბევებს იმ საოკუპაციო ძალას.
ანუ ადანაშაულებენ იმაში, რომ მან იცოდა მოსალოდნელი დარბების შესახებ. მოსალოდნელი დარბების შესახებ, უყურე მოსალოდნელი დარბების შესახებ იცოდა ყველა. ამას გწნობდნენ. და მით უმეტეს მაშინ, როდესაც მე აღნიშნე, რომ მოვიდა მაშინდელი მინისტრი შარაშენიძე, ხო, ვიქტორ შარაშენიძე უკვე ნათელი გახდა, რომ თან 15 წუთში თუ არ დაიშლით, დაგარბოთ უკვე ნათელი გახდა, მაგრამ ის რომ ასეთი ვერაგული გეგმა იქნებოდა და ასეთ სასტიკად დაერბეოდა, ამას არავინ არ ელოდა. თორე იქ კადრებში ჩანს კიდევაც რომ ლიდერები ერთმანეთში ლაპარაკობენ, რომ შეიძლება დაგვარბიონ, რომ ელოდებიან შედეგს. ასე რომ დარბევა ყველა მიცოდა და ირაკლი წერეთელს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არ ჩაუდენია, რომ ეს არის რომ თითქოს მან პატრიარქს მიკროფონი გამოგლიჯა ხელიდან. კადრებში რომ ჩანს რომ გამოგლიჯა? არა, არ ჩანა, არა. ირაკლი ქადაგიშვილს ეჭირა მიკროფონი. ირაკლი ქადაგიშვილს ეჭირა მიკროფონი, ირაკლი ქადაგიშვილი მართავდა მიტინგს, ირაკლი ქადაგიშვილმა მისცა მიკროფონი პატრიარქს, როდესაც პირველად მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას, ხოლო როდესაც მეორედ მიმართა, უკვე თვითონ ირაკლიმ მიაწოდა მიკროფონი და ეჭირა ხელში მას, ირაკლი ქადაგიშვილს. ასე რომ შეხება პატრიარქსა და ირაკლი წერეთელს შორის ესეთი არაფერი არ ყოფილა. ირაკლი წერეთელს ხა ხო და რაც შეეხება უკვე ირაკლი წერეთლის დადანაშაულება შემდგომ ხო ადანაშაულდა მან ეს მოინანია და მოინანია ის რომ იგი იყო პუჩისტების მხარეს და გამსახურდიას ედგა ოპოზიციაში მაშინ და აი ამდენი წელი გავიდა ხო 93 წელს მოინანია პირველად ერთ-ერთ ინტერვიუში მაშინ პარლამენტის წევრი იყო ამიმელ პარლამენტის და იმის მერე თითქმის ყოველთვის ინანიებს იგივე ამის ნაბიჯს. ყველა ინტერვიუში ამბობს ამას, რომ ეს არის მისი ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაულება. ძალიან გვიან მოინანია, მაგრამ აი მე მაინტერესებს, რატომ მოხდა მათ შორის, აი ამ ლიდერებს შორის გახლეჩვა და რატო არ აღმოჩნდნენ ერთიანად ისევე, როგორც ვთქვათ, აი 9 აპრილის დღეს იდგნენ ერთად. მე ერთად დააპატიმრეს კიდეც ამ პატიმრობაზეც მინდა რომ მითხრა და მე აი ამ გახლეჩვაზე ესენი რომ არ დაცალკევებულიყვნენ იქნებ საქართველოს უფრო დიდხან შეენარჩუნებინა და იქნებ დღემდე შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობის სტატუსი. სტატუსი შეიძლება ქაღალდზე გვაქვს, მაგრამ და დაგვიბრუნდება მაშინ, როდესაც აღდგება კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კი არა, მე მგონი საქართველო აღარ არის. საქართველოს ყველაფერი ეგრე გვაქვს, უბრალოდ ჩვენ რო გვინდა ისე ჯერჯერობით არ არის, იმის გამო რომ არის უამრავი შიდა და გარე ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ანგარიშს უწევდა, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს განვითარებაში ისე როგორც გვინდა. მთლიანად საზოგადოებასთან რაც შეეხება უშუალოდ ამ თემას, ხო, ლიდერების თემას. ხო, ერთად დააპატიმრეს, მოდი. როგორც შემდგომა მოვლენება გვაჩვენა, ხო? მათი დიდი უმრავლესობა იყო მართული საბჭოთა უშიშროების მიერ. იქნება ჩამოთვალოთ გვარები. კი ბატონო. ხო, აი ამ პარტიული მუშაკებისა. ნუ მოდი პირდაპირ პარტიას გეტყვი, ეს არის EDP. ხო. სადაც შედიოდა, რომლის თავმჯდომარე იყო? ჯანტურია სარიშვილი და რა ვიცი, გიორგი კობახიძე. გიორგი კობახიძე ერთ-ერთი წევრი იყო. ხო, წევრი. ირაკლი ქადაგიშვილი, თენგი შარმანაშვილი, აც განსვენებული ბაჩუკი ქარდავა. კი ბატონო. ხო, კიდე ახლა ყველა შეიძლება ვერ გავიხსენო სახელი და გვარი. ეს იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ხო, ჭავჭავის და ნუ ახლა რესპუბლიკური პარტია, რომელიც მაშინ ბაბხორობდა, მაგრამ მან ჯერ კიდევ მაშინ იყო ნუ ჩანერგილები და დღესაც უკვე 2000-ზე არ არსებობს ხო ეგენი რომ არ არიან ქართული ეროვნული პატარებლები და გაცხოვებული ნათაძეც, მაგრამ მე იმანაც მოინანია. კი, ნათაძე მოინანია და ძალიან კარგი ციგნით დატოვა, რაც მახსოვს ქვია იმ ციგნს, რომელმაც სადაც დოკუმენტურად ყოველ ეპიზოდს აღწერს რა ხდებოდა მაშინ, ვინ რაც აკეთებდა როგორც ახალ ფრონტში, ისე მაშინელ ოპოზიციაში. კი ბატონო. და აი, ხო, კი ბატონო.
ხო და უბრალოდ ხო იგივე მხედრიონი რო შეიქმნა თავის როცა შეიქმნა როგორც არიქა სამხედრო პატრიოტული ორგანიზაცია ძალიან კარგი ადამიანები შევიდნენ თავდაპირველად ამ მხედრიონში ელი თბილისელი ბიჭები შეიძლება აი ასე ითქვას ეს ვაჟკაცები მაგრამ მე უცებ რაღაც მიუქციეს ალბათ ეს ვიღაცა შეგზავნილი არა ნუ მე ახლა კონკრეტულად ახლა რისთვისაც შეიქმნა ეს განახორციელეს კონკრეტულად იმიტომ რომ ეს ვაჟკაცი ბიჭები, საზრიანი ბიჭები, სერიოზული ადამიანები რომ მიხვდნენ რომ რაღაცები ისე არ გამოვიდნენ მე თავი დააღწიეს და ვინც ბოლომდე დარჩა ვინც და სამწუხაროდ მე შეეწირენ ამ ალბედით მოვლენებს რაც დაკრეალდა საქართველოში. სამწუხაროდ იმიტომ რომ ჩეხლა ჩემი მეგობრებიც იყვნენ მხედრიონელები და ნათესავებიც და დღესაც მაქვს ურთიერთობა მათთან ვინც ცოცხალი დარჩა. და ზოგი ისე იგივე პოზიციაზეა, ზოგი მიხვდა რომ შეცდა და გამოიყენეს და ვართ ესე. ურთიერთობა გვაქვს და უბრალოდ ნუ საბჭოთა კავშირის მაშინ ელუშიშროებას კგბ-ს ჰქონდა სხვადასხვა გეგმები განვითარების საქართველოს ეროვნული მოძრაობის ჩაკვლის და ამ გეგმებს ნელ-ნელა ახორციელებდა მას ყავდა ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი მაშინდელი ინტელიგენციის სახით, საბჭოთა ინტელიგენციის სახით, იგივე წითელი ინტელიგენციის სახით. და შესაბამისად ყველა დონეზე, ყველა მუშათა კლასის, ყველა გლეხობაში და ისაც ყავდას მას თავისი საყდენი, თავისი სასესები და ეს ყველაფერი გამოიყენეს. და განსაკუთრებით მას მერე რაც მერაბი მოკლეს. იმიტომ რომ მერაბ კოსტავა იყო კაცი, რომელიც აერთიანებდა ყველას და ყველაფერს, რომელმაც ყველას თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა. კი ბატონო. და სანამ ის ცოცხალი იყო, ეს დესტრუქციული ელემენტები, რომელიც იყო უხვად ეროვნულ მოძრაობაში, მაშინ სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. და როგორც კი მოკლეს და მაშინ შეუდგენ თავენთ ბინძურ საქმიანობას და მივიღეთ ის რაც მივიღეთ საბოლოო ჯამში. მაგრამ სამწუხაროდ. მე მახსოვს მერაბი ესე იგი 9 აპრილს გაერთიანებული საქართველო ყველანი რო ერთად ვიდექით. მახსოვს მერაბის დაკრძალვის და დაკრძალვამდეც და დაკრძალვის დღეს ხო საერთოდ მთელი საქართველო გაერთიანებული საქართველო მახსოვს 2015-ის ივნისში, როდესაც მდინარე ვერე ადიდდა და წალეკა მთელი თბილისი, მაშინ გაერთიანებული საქართველო, ქართველები. რა არ ვიცი რა გვემართება ხო შეიძლება რომ გავერთიანდეთ ერთმანეთი გვიყვარდეს და უდგეთ ერთმანეთს მხარში და წამოვწიოთ ეს ჩვენი ერთი პატარა, ციდა, ულამაზესი და უსაყვარლესი სამშობლო. აინცა და მაინც ასეთი რაღაცა ძიმე სიტუაცია ხო არ უნდა მოხდეს არა ხო შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი არა და დღეს ზიზღისა და რაღაცა სასწაულიანით ველაპარაკებით ერთმანეთს ატანა არა გვაქვს თითქოს ერთმანეთის და ჩვენ თვითონვე ვკლავთ აი მაშინაც რომ არ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს შენ კი აღნიშნე რის გამოც და უპირისპირდნენ ზვიათს და მერაბს ეს სხვა პარტიის ვითომ ეროვნული მრწამსის მქონე პარტიის წარმომადგენლები და ირო არ დაპირისპირებოდნენ დღეს ხო მაგრად ვიქნებოდნენ რა თქმა უნდა არ განვითარდებოდა ბევრი რამ ისე როგორც განვითარდა ამდენი სისხლისღვრა და გრევა და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა არ იქნებოდა კი ბატონო და ესა ახლა ჩვენ ბიძინა მე მგონი დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ეს გადაცემა დასასრულისკენ წავიყვანოთ ჩვენ აუცილებლად სხვა გადაცემებში უნდა შევეხოთ საქართველოს უახლესი ისტორიიდან გარკვეულ თარიღებს, გარკვეულ დღეებს, გარკვეულ მოვლენებს, რომელმაც დააზარალა, დააზიანა და თითქმის მოკლა საქართველოს და კი ბატონო და 26 მაისი და 9 აპრილი ძალიან გთხოვ აუხსნათ ჩვენს ჩვენს ახალგაზრდა მაყურებლებს რა არის, იმიტომ რომ ბავშვები ვეღარ იგებენ რომელ დღეს დაარქვან დამოუკიდებელი რა. კი ბატონო.
სანამ მაგას ახსნიდე, მე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს. კი ბატონო. იმიტომ რომ ძალიან უკვე 37 წელია ვისმენ, რომ აი ხალხი რო პატრიარქს დამორჩილებოდა, მსხვერპლი არ იქნებოდა. კი ბატონო. ჩემო ძვირფასებო, ხალხი რო პატრიარქს დამორჩილებოდა, მაშინ დამოუკიდებელი საქართველო არ იქნებოდა. ისეთი როგორც იყო 91 წლის 9 აპრილი არ იქნებოდა და არ იქნებოდა რატომ? ხალხი რო პატრიარქს დამორჩილებოდა, მაშინ ხო? ყველამ ეცეთ მაშინ რომ პატრიარქი მოვიდა ხელისუფლების მოთხოვნით. Просто ხატონად ვთქვათ ხელისუფლების თხოვნით. და იმ ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა რომ ხალხი რო პატრიარქს დამორჩილებოდა, წავიდოდნენ, მერე გაათამაშებდნენ ათასგვარ სიბინძურას ლიდერების სახელის. კი, ლიდერების სახელის გატეხვაზე იმუშავებდნენ, მათ დაიჭერდნენ და მივიღებდით ისო მოდერნიზებულ საბჭოთა საქართველოს, სადაც იქნებოდა სამი ახალი რესპუბლიკა საქართველოს, საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში იყო მისგან დამოუკიდებელი. მისგან დამოუკიდებელი რესპუბლიკები იქნებოდნენ ეს და ამიტომ აფხაზეთი აჭარა. კი, აფხაზეთი აჭარა და სამხრეთ ოსეთი, კი ბატონო. ბუნებაში არ არსებობს სამხრეთ ოსეთი, მაგრამ ნუ ასე. ესე იქნებოდა მაშინ. და თუ მაშინ ავტონომიური სტატუსი ჰქონდათ, მაშინ იქნებოდა რესპუბლიკის სტატუსი. ხო და ეს ყველაფერი იყო გეგმა და ზუსტად ამიტომ გეგმა და ზუსტად ეს ყველაფერი რო გათვალეს ლიდერებმა, მაშინელმა ლიდერებმა, მერაბ კოსტაოვმა, ზვიად გამსახურლიან და სხვებმა რო გათვალეს და გააცნობიერეს ყველაფერი რა შეიძლებოდა მოსულიყო ზუსტად ამიტომ ეთქვა ბულვარი პატრიარქს თავაზიანად. იქ გადასვლაზე თორე ახლა მერაბიც ზვიადის და სხვებიც მორწმუნეები იყვნენ და იცოდნენ რა ძალა აქვს ლოცვას, მაგრამ ისიც იცოდნენ ვინ იდგა პატრიარქის უკან და მით უმეტეს მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას სულ არ ანაღლებდა არც პატრიარქის ავტორიტეტი და სიამოვნებით გასვრიდნენ მასაც. თავისი მიზნის განხორციელების გამო. ხო. სიამოვნებით გასვრიდნენ მასაც და არაფერს მის ავტორიტეტს საერთოდ არაფრად არ ჩააგდებდნენ. და ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, როდესაც დღეს არის ლაპარაკი, რომ აი შეიძლებოდა ნაკლები მსხვერპლი და ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფუჭის საუბარი. თორე რეალურად აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი იყო ის, რაც მოხდა. იმიტომ რომ ლიდერები აბსოლუტურად შეგნებულად მიდიოდნენ იმაზე, რაზეც მიდიოდნენ და რაზეც წავიდნენ. და იმან გამოიწვია ის, რომ საქართველო 2 წელს მერე გახდა დამოუკიდებელი. და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ აი დღემდე ლაპარაკი არის 9 აპრილი თუ 26 მაისი. კი ბატონო. ზუსტად გამსახურდია 91 წლის 9 აპრილს, როდესაც გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. ის გამოცხადა ასე დოკუმენტში წერია პირდაპირ ასე, რომ გამოცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს კი ნიშნავს, რომ არის სამართლებრივად ბმა ამ ორ თარიღს შორის, ამ ორ მოვლენას შორის. უბრალოდ აქ არის რა? ეს უკვე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ, კეთილსინდისიერმა სპეციალისტებმა, რა თქმა უნდა. რომ სამართლებრივად გამართული როგორ იქნება იმიტომ რომ მე მაგალითად ვიცი ესეთი რამ, რომ როდესაც გამოცხადდება საქართველოს კონკრეტულად დავშევთ ხოლმე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ის აღდგენა აქტი, ხო? კონკრეტულად 9 აპრილს. შესაბამისად ითვლება დამოუკიდებლობის თარიღად მისი აღდგენის დღე, ანუ 9 აპრილი. კი ბატონო. მაგრამ რადგან ეს გამოცხადდა უკვე 26 მაისის, ანუ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, ეგ არის ასე ვთქვათ დავა გამართული. საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტების შორის და ისინი მათ უნდა მოგვაწოდონ ჩამოყალიბებული აზრი, რომ ზუსტად რომელია მართალი. და რა იქნება და თორე აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ
მავანს და მავანს საქართველოს შიდა და გარე მტრებს არ აწყობთ არავითარ შემთხვევაში 9 აპრილის გამოცხადება როგორც დამოუკიდებლობის დღე და როგორც ასე ვთქვათ ქართული სულის ზეიმის დღე და ის უნდა საზოგადოებას გვინერ გავენ რომ ის აუცილებლად უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში როგორც ტრაგედია. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 9 აპრილი არავითარ შემთხვევაში არ არის ტრაგედია, ეს არის გმირობა და ეს არის ქართული სულის ზეიმი და ქართული სულის ზეიმი არასოდეს შემთხვევაში არ იქნება ტრაგედია საქართველოს ისტორიის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა და მოდი ესეც ვთქვათ, რომ რა თარიღია 26 მაისი. 26 მაისი არის თარიღი, როდესაც პირველად 1918 წლის 26 მაისს გამოცხადა დამფუძნებელი კრების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩევნების მერე მიიღეს ეს მთავრობა იყო და დაადასტურეს 1919 წლის 12 თებერვალს. ასე რომ სამართლებრივად აქ ყველაფერი არის რიგზე. ყველაფერი რიგზეა და შემდგომ ეხლა 26 მაისი არის, რა თქმა უნდა. თანამედროვე საქართველოს მესაძირკვლის მერაბ კოსტავას დაბადების დღე და რა თქმა უნდა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღე. და კიდე ბევრი რამ შეიძლება დაუკავშირდეს 26 მაისს. თავისუფლების დღე. რა თქმა უნდა. და სხვათა შორის დღეს ეხლა რო აღნიშნა თქვა უნდა ხელისუფლებამ 26 მაისი განსხვავებით ჩარშანდელისაგან ცოტა უფრო შეამონა იმის გამო რომ ერთადერთი მინისტრი აღმოჩნდა ირაკლი ჩიქოვანმა რომელმაც აღნიშნა ორივე რომ თურმე ყოფილა ეს გაახსენა საზოგადოებას რომ მერაბ კოსტავას დაბადების დღეა და რომ ზვიად გამსახურდიასთან ერთად ამ ორმა კაცმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის შარშან ეს ყველაფერი დაივიწყეს და წელს კიდე კარგი რომ მიხვდნენ და აღნიშნეს. მე მაყურებელს მინდა ისე ლამაზ ტალღაზე დავუსრულო ეს გადაცემა 31 მარტი ეს არის საქართველოს რეფერენდუმის დღე რომელიც საფუძველი გახდა შემდგომ საქართველოს მართლა რეალურად დამოუკიდებლობისა საქართველოს მართლა რეალურად საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნისა და არსებობისა 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და 31 მარტი კიდევ ერთი ძალიან კარგი ქალბატონის, ნათელი ქალბატონის, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის ქეთევან ხაბულიანის დაბადების დღეა და 26 მაისი რაც უკვე ბიძინამ ჩამოთვალა მასთან ერთად მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ასე რომ ეს ორი ქრისტესმიერი ძმა, ეს ორი სიყრმის მეგობარი და სიყრმიდანვე მეგობრები ერთად არიან ზეცაში, ფიზიკურად ჩვენთან არ არიან, მაგრამ არიან სულ საქართველოს კარგად თქვა მესაძირკვლენი ჩვენს დიდებულ პიროვნებებთან ერთად ქრისტე იესო ქრისტე ფარავდეს მათ ლამაზ და ნათელ სულებს ჩვენ კი აი აქ ბიძინას ვუსურვოთ ღებრძელობა, მაყურებელს ვუსურვოთ ღებრძელობა, ყველა ვინც ცოცხალია დღეს 9 აპრილის 99 წლის 9 აპრილის აი ამ ლამაზი დღესასწაულის მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე ტკივილი გადავიტანეთ იმ ღამეს, მაგრამ მაინც ეს იყო გიზგიზი სინათლისა, ნათელისა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველო მოგვიტანა. კიდევ ვიმეორებ, მართალია ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ ხომ მოგვიტანა და ახლა ფურცელზეც გვაქვს დარჩენილი. შემდგომ გადაცემაში მე აუცილებლად მოვიწევ ისევ ბიძინას. მე უკვე გამიჩნდა რაღაც გარკვეული თემები. ერთ-ერთი თემა იქნება ისევე აუცილებლად ეგრეთ წოდებულ თბილისის ომთან დაკავშირებით, როგორც ამას ხალხი ეძახის და სინამდვილეში პუტჩი, როგორ მზადდებოდა პუტჩი და რა მოხდა შემდგომ პუტჩის შემდგომ ვინ იყო ძირითადი დამფინანსებელი საქართველოში აი ამ პუტჩისა და კიდევ ამ გადაცემაში ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ 14 აპრილს, იმიტომ რომ ბიძინამ ასეთი ფრაზა
თქვა გადაცემის დასაწყისში, რომ 14 აპრილს უნდა დამთავრებულიყო და ახალი პირობები უნდა წამოეყენებინათ ლიდერებსო, ანუ 9 აპრილის მიტინგის აქციების ლიდერებს და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს და მაინტერესებს რა პირობები იყო ეს, ამას ალბათ სხვა გადაცემაში შევეხებით, უფრო სწორედ მომდევნო გადაცემაში, დღეს კი გემშვიდობებით და ვიბრძოლოთ საქართველოსთვის მომავალმა თაობამ დარწმუნებული ვარ ამ გადაცემიდან გარკვეული და ლამაზი ინფორმაციები, მათთვის სასიკეთო ინფორმაციები მიიღო, რომ უფრო მეტად შეიყვარონ საქართველოს. რამე სხვა დამატებდი ბიძინა და დავასრულოთ. ბატონო, პირველ რიგში მინდა ჩემს მაყურებელს საქართველოს მოსახლეობას უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხნეობა და ყოფილიყო იმისი ღირსი მატარებელი, რასაც ქვიას ჭეშმარიტი საქართველოს დამოუკიდებლობა და მოქალაქეობა. და უსურვო ის, რომ ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, რომელსაც ჩვენ თავის დროზე ნატრობდით და რომელსაც ჩვენ 99 წლის 9 აპრილს ვიბრძოდით. ამ საკითხებთან დაკავშირებით იგივე მომწავლე გაზთან 9 აპრილის ამბებთან პუჩზე და ასე შემდეგ მინდა თუ კი დამთანხმდება რა თქმა უნდა ბატონი ზაქარია როჭიკაშვილიც მოვიწვიო აღნიშნულ რუბრიკაში, რომელსაც ქვია საქართველოს პოლიტიკური ანატომია პკტ-ვის ჟურნალისტური გამოძიების საათში. მე დავემშვიდობები ბიძინას და შეგახსენებთ, რომ ბიძინა მესხი ეს გახლავთ 17 წლის ასაკიდან და შეიძლება ითქვას უფრო პატარა ასაკიდანაც ეროვნულ მრწამსზე გაზრდილი ბავშვი და 17 წლიდან უკვე ჩართული აქტიური წარმომადგენელი ეროვნული მოძრაობისა, იგი გახდა 9 აპრილის იმ ტრაგედიის თუ დღესასწაულის სამშობლოსთვის თავდადების ამ ღამის მონაწილე. მადლობა მირობის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე მშვიდობიან დღეს გისურვებთ.